საღამო მშვიდობისა, მე მაკაცინცაძე ვარ, თქვენ უყურებთ პირველ არხს და ჩვენს გუნდთან ერთად აქტუალურ თემას წარმოგიდგენთ. პირველადი ჯანდაცვის სისტემაში სახელმწიფო მასშტაბურ რეფორმას იწყებს ახალი სერვისები და ხელმისაწვდომობის ზრდა. მთავარი მიზანი დაავადებების საწყის ეტაპზე გამოვლენა და მკურნალობა. მკაცრდება ნარკოპოლიტიკა, შესაბამისად გაჩნდა სარეაბილიტაციო ცენტრებისა და ალტერნატიული პროგრამების შეთავაზების აუცილებლობა. რას გეგმავს სამინისტრო და როგორია სახელმწიფოს მიდგომა? დღევანდელ გადაცემაში ჯანდაცვის მინისტრთან ვისაუბრებთ. სოციალურ პოლიტიკასა და სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ბავშვების მომატებულ მაჩვენებელზე. ასევე შემწეობის მიმღები მოქალაქეების მატების ტენდენციაზე, ჯანდაცვის სერვისები, მონოპოლია სამედიცინო სექტორში, ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციები, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები და დევნილების პრობლემები, მათი საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამა, მაღაროელების პროტესტი და შრომითი უფლებები. ამ თემებზე სასაუბროდ აქტუალური თემის სტუმარია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯოლაძე. ბატონო მიხეილ, მოგესალმებით, საღამო მშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო და ხართ ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. მოგესალმებით, უპირველესად თქვენს და მაყურებელსაც მიულოცო გიორგობის დღესასწაულს. მინდა რომ სულ გამარჯვებული ყოფილიყოს ჩვენი ქვეყანა და ამას გისურვებთ ყველას. გილოცავთ თქვენს და ასევე რა თქმა უნდა მაყურებელს მიულოცავთ დღევანდელ დღეს გიორგობის დღესასწაულს. ბატონო მიხეილ, რაც შეეხება დღევანდელ თემებს და გადაცემას, ცნობილია რომ გეგმა არის გაწერილი, საპილოტო პროგრამა არის ამოქმედება ივლისიდან, თუმცა დეტალურად რომ გითხრათ, რა არის პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მიზანი და რაც მთავარია, რა შეიცვლება აი ამ მიდგომით და ამ მხრივ პაციენტებისთვის. კი, უპირველესად მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ ამ თემების გაშუქებით დაინტერესდით და ეს მართლაც მნიშვნელოვანი და საყურადღებო თემაა მთლიანად ჩვენი საზოგადოებისთვის. მე ვიტყოდი, რომ ალბათ ხარისხიან ჯანდაცვაზე წვდომისთვის ალბათ უპირველესი ამოცანა, რომელიც უნდა დავისახოთ, ეს არის პირველადი ჯანდაცვის რაც შეიძლება მაღალ ეფექტიანად გამართვა. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სინამდვილეში ეს არის ალბათ ის რგოლი, რომელიც ყველაზე მეტად იქნება პასუხისმგებელი სწორ ნავიგაციაზე შემდეგ პაციენტისა, აი ამ დიდ ლაბირინთში, რასაც ჯანდაცვის სისტემა ქვია. და ყველა ბუნებრივი არ არის გათვითცნობიერებული, პაციენტს არ მოეთხოვება, რომ იცოდეს ყველა ნიუანსი და ყველა დეტალი იმასთან დაკავშირებით, რომელი იქნება ყველაზე რელევანტური მკურნალობა, ყველაზე რელევანტური კლინიკა, ყველაზე რელევანტური, ასე ვთქვათ, არჩევანი. ბევრი დილემის წინაშე უწევს არჩევანის გაკეთება პაციენტს და აი ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის ეფექტური ფუნქციონირება. აქ არის ერთვის ასევე ისეთი ფუნქციების შესრულება, როგორიც არის მაგალითად პრევენციულ მედიცინაში განსაკუთრებული წვლილი აქვს პირველად ჯანდაცვას. იმიტომ რომ ეს არის ის ექიმი, პირველადი ჯანდაცვის ექიმი, რომელმაც უნდა უპირველესად უნდა აუხსნას მოქალაქეს, ვისთანაც მას აქვს უშუალოდ ურთიერთობა, თუ რა დადებითი მხარე აქვს მაგალითად ვაქცინაციას, როგორ შეიძლება პრევენცია გარკვეული რთული დაავადებებისა. დაწყებული არ ვიცი ხელის დაბანით რჩევიდან დამთავრებული კონკრეტული ვაქცინაციების კალენდრით და ასე შემდეგ. იმავდროულად ეს არის რა თქმა უნდა პრევენციულად მართვა გარკვეული პათოლოგიების თავიდან ასარიდებლად, გართულებების თავიდან ასარიდებლად და რეალურად აქ ჩანს პოტენციალი, დევს პოტენციალი სერიოზული იმისა, რომ ძალიან სერიოზული გართულებები, მასიური გართულებები იქნეს თავიდან არიდებული. რასაკვირველია, რომ ადამიანს თუ ის სწორად დაგეგმავს, მაგალითისთვის ვამბობ ამას, თქვათ ჰიპერტენზიის მართვას, რომელიც საკმაოდ ბევრ ადამიანს აწუხებს, ამ შემთხვევაში ნაკლებია მაგალითად ინსულტის განვითარების რისკი, ან მაგალითად გულის ისეთი პათოლოგიებისა, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო შეიძლება იყოს. და კარგი გინდა ოჯახის ექიმი დავარქვათ, ან ზოგადად პირველადი ჯანდაცვის გამართულად ფუნქციონირების შემთხვევაში ეს ძალიან მარტივად მიღწევადია. ძალიან მარტივი რეკომენდაციებით შეიძლება ადამიანმა სწორად დაგეგმოს საკუთარი პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში საუბარი არის ასევე პაციენტის ასაკის მიხედვით დაფინანსების ცვლილებაზე. აი ამ მიმართულებითაც თქვათ უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, რის მიხედვით და როგორ მოხდება ეს დაფინანსება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გაკეთდა გარკვეული გათვლები, რა თქმა უნდა, საერთაშორისო დონის სპეციალისტების ჩართულობით და იქნა დადგენილი, რომ მაგალითად 0-დან 5 წლამდე ბავშვისთვის ან ასაკიანი პაციენტისთვის გაცილებით სხვა ინტენსივობის მოვლა, სხვა ინტენსივობის, ასე ვთქვათ, სამკურნალო რჩევების მიცემა აუცილებელი და ეს განსხვავდება იმისგან, რაც შეიძლება მაგალითად ჩემი ასაკის კაცს სჭირდებოდეს. ან ვთქვათ, აქ შეიძლება გარკვეული მოწყვლადობის მიხედვით სხვადასხვა სიმძიმე ქონდეს ამ შემთხვევაში კონკრეტული პაციენტის
ყოლას ექიმისთვის. აი აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამართლიანი და მართებული იქნება არა ამ რიცხვების ზოგად განზოგადება და ყველაზე საერთო რიცხვის გამოყვანა, არამედ მაგალითად მას, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება და მეტად ინტენსიური, ასე ვთქვათ, ვიზიტები ან ზოგადად ყურადღება ჭირდება, ამ შემთხვევაში დაფინანსებაც იყოს რელევანტური. თუმცა დაფინანსების თემა ამით არ მთავრდება, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ზოგადად იზრდება დაფინანსების მოცულობა. ანუ თუ ვთქვათ, აი ზოგიერთ ასაკობრივ ჯგუფში შეიძლება დღევანდელ მოცულობასთან შედარებით ნაკლების გადახდა ხორციელდებოდეს, ძირითადად ჯამში, აი ჯამურად მთლიანი რიცხვი იზრდება და თითქმის გაორმაგებული იქნება ღირებულება პირველად ჯანდაცვაში კონკრეტული პაციენტების მომსახურებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ამბიციური განაცხადია იმავდროულად ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან და რატომ ეს არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი? ამის სანაცვლოდ ჩვენ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ ეს ყოფილიყო არაუბრალოდ დაფინანსების გაზრდა და ასე შემდეგ, არამედ საპასუხოდ იგივე ოჯახის ექიმებისგან, პირველადი ჯანდაცვის სკოლის ექიმებისგან, კლინიკებისგან ჩვენ უნდა მოვითხოვოთ კონკრეტული შესრულებაც. ამას კონკრეტული ასე ვთქვათ, სტიმულირებაც მოხდება, რომ რაც შეიძლება უკეთეს ეფექტზე იყოს ორიენტირებული და ექიმების საქმიანობა იყოს შედეგზე ორიენტირებული. რადგან ოჯახის ექიმი ახსენეთ, თუნდაც იგივე ოჯახის ექიმის და მედპერსონალის მიმართულებით რა იცვლება, დაფინანსების მხრივ და ფინანსური, ვთქვათ, ინტერესი თუ ექნებათ მათ ეს ანაზღაურების თვალსაჩინოში როგორ აისახება მათი? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის, ასე ვთქვათ, სტაბილურად მორგებული როლები, ასე ვთქვათ, ჯანდაცვაში და ყველაფერს აქვს თავის შედეგზე ორიენტირების საჭიროება. ანუ პირველადი ჯანდაცვის რგოლმა ის ფუნქციები, რაც დასაწყისში ჩამოთვალეთ, რომ მაგალითად გაცილებით მეტ ადამიანს არიდოს თავიდან შესაძლო გართულებები, ვთქვათ, ჯანმრთელობის გართულებები, სწორი რჩევები მისცეს, ვაქცინაციის მაჩვენებელი, ვთქვათ, აი აცრების მაჩვენებელი გაზარდოს და ასე შემდეგ, ამაზე იქნება დამოკიდებული მათ შორის დაფინანსების მოცულობაც. აქ გვაქვს გათვალისწინებული ეგრეთ წოდებული რეზულტატებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელები, რომლის მიხედვითაც რაც უფრო უკეთესი იქნება შესრულება, რაც უფრო მეტად შედეგს მიაღწევს კონკრეტული ექიმი ან კონკრეტული კლინიკა, ამ შემთხვევაშიც ბუნებრივია მზარდი იქნება დაფინანსებაც. ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გვჭირდება იმისთვის, რომ ფუნქციურად იმ ეფექტის მომტანი იყოს რეალურად ამ ექიმების საქმიანობა, რომელიც ანუ ის ფორმალურად კი არ ასრულებდეს თავის ფუნქციას, არამედ კონკრეტულ შედეგზე იყოს ორიენტირებული, რაც გულისხმობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზოგადად აი ამ მაჩვენებლების, რაც შეიძლება მეტად გაზრდას, რაც შეიძლება მეტად ჯანმრთელი იქნება საზოგადოება, მით მეტ ანაზღაურებას მიიღებს ექიმი, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა ამ კონკრეტულ ჯგუფზე პაციენტების. გასაგებია, ბატონო მიხეილ, კიდევ ერთი აქტუალური საკითხი ხება ამ შემთხვევაში, უკვე გამკაცრებულ ნარკოპოლიტიკას, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა სულ ცოტა ხნის წინ მიიღო. საინტერესოა, როგორ ხედავს ჯანდაცვის სამინისტრო საკუთარ როლს აი ამ მოცემულობაში და პროცესში იმის გათვალისწინებით, რომ გამკაცრებას მაგალითად ჭირდება ცხადია თავისთავად ალტერნატივის შეთავაზება, ხომ? და დამოკიდებულების მკურნალობა ერთი მხრივ და მეორეს მხრივ სარეაბილიტაციო კონტექსტში რა შეიძლება რომ შესთავაზოს, ან თუ იგეგმება რაიმე შეთავაზება. მეორე მადლობა ამ თემის გაშუქებით და ინტერესებისთვის. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და საჭიროა, ეს არის თემა, რომელიც მთელ საზოგადოებას აწუხებს და აქვს საზოგადოებას ინტერესი აბსოლუტურად ბუნებრივად. პირველი უნდა ვთქვა, რომ მე სრულად მივესალმები იმ დამოკიდებულებას და იმ მიდგომებს, რომელზე დაყრდნობითაც იქნა მიღებული ეს ახალი საკანონმდებლო ცვლილებები. მე ვმხრობი იმას, რომ გაუაზრებლად რაიმეს ლიბერალიზაციას არ შეიძლება, ასე ვთქვათ, დადებითი მოლოდინები გქონდეს ასეთ ლიბერალიზაციასთან მიმართებაში. ერთ მნიშვნელოვნად აუცილებელია, რომ ის მანკიერებები, რომელიც დამახასიათებელი გახდა ბოლო დროს, ასე ვთქვათ, აი ამ სივრცისთვის, ეს მაქსიმალურად აღიკვეთოს, მაქსიმალურად ხელი იყოს შეშლილი ასეთი მოვლენების გავრცელებისთვის. დაწყებული ნარკოტიკით ვაჭრობით, დამთავრებული იმით, რომ ეს ბუნებრივია, რომ ეს არ უნდა იქცეს, ასე ვთქვათ, ერთგვარ ლეგალურ ფორმად, აი დამკვიდრებულ ნორმად არ უნდა იქცეს, რა თქმა უნდა, ის რასაც ქვია ნარკომანია, ნარკომომხმარებლობა, დამოკიდებულება მავნელ ნივთიერებებზე. ჩვენ რაც შეიძლება მეტად და აქტიურად უნდა ვებრძოლოთ ისეთ მანკიერებას, რასაც ქვია ნარკოტიკზე დამოკიდებულება. აბსოლუტურად სწორად შენიშნეთ, აბსოლუტურად მართებულია შეფასება, რომ სახელმწიფოს ახლა მართებს ძალიან სერიოზულ გამოწვევებს უპასუხოს და შესთავაზოს საზოგადოებას ის
რითაც რეალურად მიღწევადი იქნება შედეგი და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იქნება მათ შორის განკურნების შესაძლებლობა, მათ შორის ამას ქვია აბსტინენცია, ან თქვათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თუნდაც განკურნება რემისიის მდგომარეობაში გადასვლა, ეს არის უმნიშვნელოვანესი ამოცანები, რომელზეც რეალურად დავიწყეთ მუშაობა. ჩვენ გვინდა კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლები, სამიზნე ამოცანები განსაზღვროთ სისტემისთვის, რომელიც სამწუხაროდ ამ დრომდე ესე ეფექტურად არ ფუნქციონირებდა. ამას ჭირდება აუცილებლად ძალიან კარგად გააზრება, რეალურად ამაზე მუშაობა დაწყებულია. ჩვენ ძალიან ახლო მომავალში რეალურად საზოგადოებასაც ვფიქრობ ალბათ მაისის თვეშივე რეალურად გვექნება შესაძლებლობა, რომ ჩვენი არსებული სისტემის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე უკვე საჯაროდ დავიწყოთ საუბარი. ამ შემთხვევაში რაზე მაქვს საუბარი? კი, რასაკვირველია, სახელმწიფოს აქვს ბუნებრივია დღესაც ხელმისაწვდომი სერვისები, თუმცა არის რა თქმა უნდა სერიოზული გამოწვევები დაწყებული ინფრასტრუქტურით, დამთავრებული მაგალითად პროფესიონალთა დეფიციტებით. არის ეს ინფრასტრუქტურა განვითარებული მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, სხვადასხვა დონით კერძო სექტორში და არიან კერძო პროვაიდერები, როგორც მას უწოდებენ, ამ სერვისებისა, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა პროგრამები აქვს სახელმწიფოს ბევრ მათგანში. თუმცა სახელმწიფოს აქვს კერძო სექტორის დაფინანსების ეს პრაქტიკა, რომ კონკრეტულ პროვაიდერ ორგანიზაციებს ის აფინანსებს, როდესაც კერძო, ასე ვთქვათ, პაციენტებს ღებულობენ და ახორციელებენ მომსახურებას. თუმცა რასაკვირველია, რომ ეს საკმარისი არ არის. ერთმნიშვნელოვნად აუცილებელი იქნება, რომ მაგალითად ისეთი სერვისების მხარდაჭერა, როგორიც არის არ ვიცი, დაწყებული დეტოქსის პროგრამიდან დამთავრებული ფსიქოსოციალური რეაბილიტაციით. ამასთან რა უნდა ვთქვათ, აუცილებელია ესე გავიგოთ ეს, რომ ეს უნდა იყოს ერთიანი უწყვეტი პროცესი. აქ არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, აქაცვის როლები განაწილებული და ფორმალურად ამოცანების შესრულება. აუცილებელია, რომ შედეგზე ორიენტირება აქაც სახეზე იყოს და შედეგი იყოს მაქსიმალურად ისეთი, რომელიც ამ შემთხვევაში უზრუნველყოფს, რაც შეიძლება მეტად კონდეს შესაძლებლობა მსურველს, რომ დაეხსნას დამოკიდებულებას ნარკოტიკულ საშუალებებზე, აი ამ ადამიანებისთვის იყოს მაქსიმალურად მეტი შესაძლებლობა კონცენტრირებული მისთვის მიწოდებული და არა ის, რომ ერთმა სუბიექტმა, ვისაც თქვათ, არ ვიცი, დეტოქსის პროგრამაში მონაწილეობს, ეგრეთ წოდებულ დეტოქსში, ამ შემთხვევაში იმან ადგეს და თქვათ, შეასრულა თავის ფუნქცია, რაღაც რაოდენობის დღეები გაატარა სტაციონარში და ამით ამოწურა და მას არ აღელვებდეს, არ შეიძლება ის პაციენტი რომ გავა გარეთ, ის გააგრძელებს ნარკოტიკის მოხმარებას თუ არ გააგრძელებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაქსიმალურად ორიენტირებული ვიყოთ ისევ შედეგებზე ამ შემთხვევაშიც. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იდეები გვექნება, ბუნებრივია, რომ აქაც მოლოდინი გვაქვს, რომ კარგი თანამშრომლობა გვექნება კერძო სექტორთან, იმიტომ რომ საინტერესებს დარგის სპეციალისტების ჩართვა პროცესში. ეს აუცილებელი იქნება. უბრალოდ ჩვენ დაგვჭირდება ბუნებრივია აქტიური კონსულტაციები, გარკვეული ფორმით ეს მიმდინარეობს, ახლაც მიმდინარეობს და მომავალშიც ეს ბუნებრივია გაგრძელდება. აი უახლოესი პერიოდის განმავლობაში, უახლოესი 1 თვე, 2 თვის განმავლობაში ჩვენ აუცილებლად კონკრეტულ, ასე ვთქვათ, ინიციატივებს შევთავაზებთ საზოგადოებას. ჩვენ ფრთხილად ვგეგმავთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ გვინდა რომ მაქსიმალურად ეფექტიანად დავიწყოთ აქ ფუნქციონირება. დღემდე რაც არსებობს ძალიან კარგი გამოცდილებაც მუშაობისა, იგივე ჩანაცვლებითი თერაპიის მიმართულებით და ასე შემდეგ, თუმცა რასაკვირველია, ძალიან კარგად გვაქვს ხედვა არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, თუ როგორ უნდა განვითარდეს, რა ტემპით და ასე შემდეგ. ამას ვფიქრობ, რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში ბევრ ძალიან საინტერესო ინიციატივას შევთავაზებთ საზოგადოებას. ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაზე მთავარი კონცეპტუალურად იქნება ის, რომ ჩვენ ორიენტირებული ვიქნებით შედეგზე და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მეტი შესაძლებლობა რო შეიქმნას, რომ რეალურად თუ ადამიანს უნდა რომ დაეხსნას ნარკოტიკს, რეალურად მან ეს მოახერხოს და ყველა რესურსი მობილიზებული იყოს. კიდევ ვიმეორებ, დაწყებული მაგალითად უშუალო ფიზიოლოგიური მკურნალობიდან დამთავრებული ფსიქოსოციალური რეაბილიტაციით, მხარდაჭერით, გარკვეული გათვალისწინებული ან ეს კომპონენტი. რასაკვირველია. ეს ყველაფერი აუცილებლად საჭიროებს ისე მოდელირებას, რომ ყველაფერი იყოს ადგილზე, რაც შეიძლება ერთი ინდივიდს დაჭირდეს, რომ მან რეალურად შედეგს მიაღწიოს. რასაკვირველია, რომ იმის მოლოდინი, რომ ყველა ერთბაშად შეძლებს ამ დიდი, ასე ვთქვათ, მძიმე ამოცანის მიღწევას, ეს რასაკვირველია არ გვაქვს, მაგრამ გარკვეულმა რაოდენობამ კი რასაკვირველია, რომ უნდა შეძლოს, მოახერხოს, რომ წარმატებულად იმკურნალოს და გადაინაცვლოს, ვთქვათ, რემისიის მდგომარეობაში, განიკურნოს და ასე შემდეგ. აქ ძალიან არსებობს კონკრეტული გამოცდილებაც არაერთი ქვეყნის და წარმატებული გამოცდილება, როდესაც რეალურად ეს პროგრამები ძალიან
შედეგზე ორიენტირებულად იმართა და ამან კონკრეტული შედეგი მოიტანა. ბუნებრივია, რომ არსებობს გარკვეული რაოდენობა, რომელიც ერთვება ამ ცუდ საქმეში, რაღაცა რაოდენობა, რომელიც ანებებს თავს, რაღაცა რიცხვი არსებობს ფიქსირებული, რომელსაც უნდა შევეცადოთ მაქსიმალურად მეტად შეუტიოთ და ეს რიცხვი რაც შეიძლება მეტად შემცირებადი აღმოჩნდეს. ეს არის კრიტიკულად აუცილებელი. ეს საბოლოო ჯამში სტრატეგიული ხედვა ეს უნდა იყოს, რომ გარკვეული რიცხვი უნდა იყოს მუდმივად კლებადი საზოგადოებაში ადამიანებისა, რომელიც რეგულარულად მოიხმარენ ნარკოტიკს. ისევე როგორც თუნდაც არარეგულარული მოხმარებაც უნდა იყოს მაქსიმალურად არ წახალისებული, რაც შეიძლება მეტად ხელშეწყობილი, რომ პირიქით ადამიანს არ კონდეს არც мотиваცია, არც სურვილი და არც ხშირად ახსენდებოდეს ნარკოტიკი. ნამდვილად წარმატებას გისურვებთ. ბატონო მიხეილ, კიდევ ერთი საკითხი, ეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობა, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა რჩება ამ დრომდე გამოწვევად და სერვისების გარდა პრობლემა არის იგივე დაწესებულების მხრივ. რომ გითხრათ, რა გეგმა აქვს სახელმწიფოს, მათ შორის პრევენციული ღონისძიებების მიმართულებით? დიახ. მით უმეტეს აი წინა თემა, რაზედაც საუბრობდით, ეს არის გადაჭრილი, რა თქმა უნდა, ფსიქიატრია, ნარკოლოგიასთან, ეს ძალიან ახლოს მდგომია ერთმანეთთან. და აქ არ შეიძლება არ თქვათ, რომ ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ, იმის გათვალისწინებით, რომ ინფრასტრუქტურულად საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სახელმწიფოს არ გადაუდგამს ნაბიჯები, ისეთი ნაბიჯები, რომელიც იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ დღეს ჩვენ გქონდეს გამართული ინფრასტრუქტურა და გამართული სისტემა საზოგადოდ. ამას ბევრი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზი აქვს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი დადებითი ცვლილებაც განხორციელდა ამ სფეროში. მაგალითად დასავლეთ საქართველოში ფუნქციონირებს ეს კერძო სექტორის დაწესებულებაა, გვაქვს თანამშრომლობა ბუნებრივი აქტიური, თუმცა მაინც უნდა ვთქვათ, რომ ეს არის კერძო სექტორი, მაგალითად ხონში არის დაწესებულება, რომელიც აბსოლუტურად გამართული, როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე თვითონ პროცესის მართვის თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ ეს დადებით შეფასებას იმსახურებს. თუმცა არის კიდევ ვიმეორებ ისეთი დაწესებულებები, რომელშიც რასაკვირველია, რომ პრაქტიკულად ნულიდან დაწყება მოგვიწევს პრაქტიკულად ყველა რეფორმისა, რომელსაც აქ წამოვიწყებთ. ამ მიმართულებითაც გვაქვს გეგმები, ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები, მათ შორის ასევე გეგმა უახლოეს მომავალში, რომ გარკვეული რამდენიმე დაწესებულება, კონკრეტულად ეს საწოლებით იზომება ფსიქიატრიული მიმართულება, რომ გაიხსნას და შესაბამისად კონკრეტულად ფუნქციონირება დაიწყოს და ვფიქრობ, რომ უნდა გავწუდეთ რეალურად, აი წლის ბოლომდე რეალურად ჩვენ გვექნება რამდენიმე ასეული საწოლის დამატების შესაძლებლობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებთან თავსებადი იქნება. იქ არის რამდენიმე კონკრეტული ინიციატივა, მათ შორის სახელმწიფოს ინიციატივაც, რომლის შედეგადაც რეალურად აი ეს დღეს არსებული გამოწვევების მასშტაბი რეალურად არსებითად შემცირდება წლის ბოლომდე. ეს რეალურად დაწყებული პროექტებია, რეალურად ხორციელდება და ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე არსებითად, აი გარდატეხას შევიტანთ რეალურად იმ საჭიროებებთან მიმართებაში, რომელიც სექტორში დღეს არსებობს. ერთ-ერთი მწვავე საკითხია, რა თქმა უნდა, ფსიქიატრების დეფიციტი. ეს საკმაოდ პრობლემური საკითხია. არის ეს ერთ-ერთი მიმართულება, სადაც სამწუხაროდ განვიცდით დეფიციტებს პროფესიულს, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ აქაც გვაქვს გარკვეული გეგმები, თუ როგორ ვითანამშრომლოთ და როგორ გავანაწილოთ ის რესურსები, რომელიც დეფიციტურია და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებითაც გარკვეული პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღების რეალური შესაძლებლობები არსებობს. ალბათ მთავარი და უპირველესი ამოცანა დღეს მაინც უკავშირდება ინფრასტრუქტურას და აქ როგორც მოგახსენეთ, უკვე კონკრეტული გეგმების განხორციელება არის დაწყებული. და შედეგი იქნება სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის აი ამ. წლის ბოლომდე ეს ეტაპობრივად განხორციელდება და ვფიქრობ, რომ საგრძნობი იქნება უკვე აი ამ ზაფხულიდანვე დაწყებული უკვე კონკრეტული გეგმების განხორციელება დაიწყება. ანუ კონკრეტული სერვისების შეთავაზება კონკრეტულ ახალ დაწესებულებებში. როდესაც საუბარი არის იგივე მკურნალობა და პრევენციაზე და აი ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროს და სექტორის წარმატებაზე ცხადია უმრავლესობას დარწმუნებული ვარ, რომ B და C ჰეპატიტის პროგრამები ახსენდება. მაინტერესებს ამ დროისთვის მოცემულობა როგორი არის, მაჩვენებლები როგორი არის და ხომ არ იგეგმება სამედიცინო ღონისძიებების გაფართოება აი ამ მიმართულებით. დიდი მადლობა. საბედნიეროდ სხვა მიმართულებებიც გვაქვს.
საქართველოს თავის მოწონების შესაძლებლობა უკავშირდება ეს მაგალითად მალარიასთან თავისუფალი და ასე შემდეგ. მაგრამ გეთანხმებით, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც რეგიონის ქვეყნებისთვის ზოგადად დამახასიათებელი იყო და რომელიც პრაქტიკულად ლიდერები ვართ ამ პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით, ეს გახლავთ რა თქმა უნდა C-ჰეპატიტის პროგრამა. C-ჰეპატიტის პროგრამა, რომლის ალბათ მთავარი სულის ჩამდგმელი, ასე ვთქვათ, და ამ იდეის ავტორი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ბატონი თენგიზ ცერცვაძე და მისი იმხანადვე მისი გეგმა, რომელიც შედგა პრაქტიკულად ამ გეგმის მიხედვით მიაღწია ქვეყანამ დიდ წარმატებას. ბევრმა მიიღო ამაში მონაწილეობა, ბევრმა ადამიანმა სხვადასხვა დროს, მაგრამ ალბათ უპირველესი ვინ შეუპირველად იბრძოლა, რომ რეალურად ეს განხორციელებულიყო, სწორედ ის გახდა. თუმცა ამას რასაკვირველია, რომ არ ქონოდა მთავრობისგან და ხელისუფლებისგან ხელშეწყობა, მათ შორის იმხანად პრემიერ-მინისტრისგან ხელშეწყობა და ასე შემდეგ, რასაკვირველია, რომ ამ თემის დაძვრა არ იქნებოდა ასე მარტივი. დიდი შედეგებია რეალურად საქართველოს აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით როგორც ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა. თუ კი ვინმეს მსგავსი პროექტის დაგეგმვის სურვილი ამოძრავებს მთელ მსოფლიოში, ალბათ ნებისმიერი ავტორიტეტული დაწესებულებიდან მიიღებს რეკომენდაციას, რომ ჩამოვიდეს და გაეცნოს იმ შედეგებს, რომელიც აქვს საქართველოს. იმიტომ რომ უკეთ დაგეგმვის რეალური შესაძლებლობა მიეცემა. ანუ ეს არის არა უბრალოდ შედეგი მიღწეული, არამედ ძალიან წარმატებული პროგრამა, რომელიც განხორციელდება, რომელიც გრძელდება. გვაქვს დღემდე რასაკვირველია ესეთი აქტუალური სამუშაო, მაგრამ ამას ძალიან კარგად წარმართავს, შესანიშნავად წარმართავს აი სწორედ ბატონი თენგიზ ცერცვაძის სახელობის ის დაწესებულება, რომელიც სწორედ სამინისტროს სისტემაშია და რეალურად იქ მყოფი მომუშავე ექიმები რეალურად ძალიან აქტიურად წარმართავენ მუშაობას ისეთი ვერაგი დაავადების წინააღმდეგ, როგორიც გახლავთ C-ჰეპატიტი. ახალი წამოწყებულია, შარშან დაიწყო B-ჰეპატიტის პროგრამა, რომელიც ანალოგიურად განსაკუთრებულად დიდ ყურადღებას მოითხოვს, იმიტომ რომ დიდი ზიანის მომტანია მთლიანად საზოგადოებისთვის. ეს საკმაოდ მასიურად გავრცელებული დაავადება. ამასთან ბრძოლა აუცილებელია მათ შორის აცრებით და ბუნებრივია რომ კურნალობით, რომელსაც სახელმწიფოს თავაზობს და უპრეცედენტოდ მაღალია ხელმისაწვდომობის ხარისხი, იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველა სერვისი, რომელიც გაეწევა, რომელიც საჭიროა ადამიანის გამოჯანმრთელებისთვის, რემისიისთვის, ჯანმრთელობის კარგ კონდიციაში მოყვანისთვის, ყველა ეს სერვისი პრაქტიკულად ხელმისაწვდომია აბსოლუტურად უფასოდ. ეს წარმოუდგენელი რამ იყო დაახლოებით 15 წლის წინ მაგალითად საქართველოში C-ჰეპატიტის მქონე პაციენტისთვის ისეთი რამ, რაც დღეს ხელმისაწვდომია, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ. არა უშუალოდ იმ დღიდან, არამედ მაშინ დაწყებული მუშაობის შედეგად. ეს დიდი ამბავია. გვაქვს ძალიან საინტერესო მაჩვენებლები ამ მიმართულებით. დარჩა სამუშაო, მათ შორის არ ვიცი, ამ შესაძლებლობითაც ვისარგებლებ და ყველას მინდა მოუწოდო, რომ ყველას, ვისაც შეიძლება კონდეს დადგენილი ეს დიაგნოზი, მას აქვს შესაძლებლობა უფასოდ იმკურნალოს და განიკურნოს, სრულად განიკურნოს. ძალიან მაღალია მაჩვენებელი, ესეც რა თქმა უნდა ჩვენი ექიმების დამსახურებაა, რომ კურნალობა მიმდინარეობს ისე, რომ პრაქტიკულად ძალიან ახლოს 100%-თან გვაქვს გამოჯანმრთელების მაჩვენებელი. ეს უზარმაზარი შედეგია, ესეც სწორი მკურნალობის, გააზრებული მკურნალობის შედეგია და ასე შემდეგ. იგივე მდგომარეობა გვაქვს, ეს მართალია ახალი დაწყებულია, მაგრამ დიდი წარმატება შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქვს უკვე იმ პროგრამას, რომელსაც B-ჰეპატიტის პროგრამა ქვია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იმავდროულად იქნება საბოლოო ჯამში ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივების საზოგადო შესაძლებლობა და ზოგადად ძალიან საშიში და ვერაგი დაავადების გავრცელებისთვის ხელი შეშლის ძალიან კარგი შესაძლებლობა. კი ბატონო მიხეილ, როდესაც C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე არის საუბარი, გავრცელდა რამდენიმე თვის წინ ინფორმაცია, რომ ეს პროგრამა რამდენიმე თვეში შეწყდებოდა. უფრო მეტად ინფორმირებული რომ იყოს ჩვენი საზოგადოება და დაინტერესებული მაყურებელი, რამდენად შეესაბამება თუ არა სიმართლეს არ კითხავთ იმის გათვალისწინებით, რაც ისაუბრეთ, მაგრამ უფრო მეტი ინფორმაცია რომ იცოდოთ და იმ ადამიანების სამწუხაროდ, ვინც ამ ინფორმაციას აბსოლუტურად შეგნებულად მე მგონი ავრცელებდა, იმიტომ რომ არავის არ უცდია გადაემოწმებინა რეალურად რაიმე საფრთხე ემუქრება თუ არა ამ პროგრამას, მათთვის სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ასეთი ნიშანწყალიც არ არსებობს. იმისა, რომ შეიძლება ეს პროგრამა შეწყდეს. სახელმწიფოა გარანტია იმისა, რომ რეალურად ეს პროგრამა მივა ბოლომდე და საქართველოში რეალურად შესაძლებელი გახდება ვთქვათ, რომ დასრულდა ელიმინაციის პროცესი და შესაბამისად ეს პროგრამა დავასრულეთ წარმატებით.
რა თქმა უნდა, რომ არავითარი მიზეზი არ გააჩნდა არავის ეთქვა და განცხადება გაეკეთებინა მოსალოდნელ შეწყვეტასთან დაკავშირებით. ეს იყო მტკნარი სიცრუე, რომელიც სამწუხაროდ ოპოზიციურად განწყობილ არაერთ ადამიანს დასჩემდა, რომ ცეცხლის გამჩაღებლების როლში გვევლინებიან და ძალიან ხშირად ცდილობენ, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით რაღაცნაირად ეს ხელოვნური პანიკა დათესონ, ეს იმისთვის, რომ ეს შემდეგ რაღაცნაირად უარყოფითად დაისახოს ქვეყნის სტაბილური განვითარების შესაძლებლობებზე, დააზიანონ ქვეყნის სტაბილური განვითარება. ეს სამწუხარო რეალობაა, როდესაც რაც არ უნდა კრიტიკულად იყო განწყობილი ხელისუფლების მიმართ ან სულ ერთია ვინმეს მიმართ, შენი ქვეყნის წინააღმდეგ ეს ქმედება, შენი ქვეყნის დაზიანება, იმიტომ რომ ამაზე ხელი მოითბოდა, შემდეგ პოლიტიკური დივიდენდი დაიწერო, ეს რა თქმა უნდა არც ერთ შემთხვევაში გამართლებული არ არის. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო იყო აი ამ უკადრესი ქმედების თვალსაჩინო მაგალითი იყო ის განცხადებები, რომელსაც ვისმენდით C ჰეპატიტის პროგრამის თითქოს და მოსალოდნელი შეწყვეტის თაობაზე. საბედნიეროდ ეს არც ამ დრომდე ახდა და არც მომავალში არ ახდება, სახელმწიფო ამის გარანტია. ბატონ მიხეილ, ბავშვთა ონკოლოგია, რამდენადაც ვიცით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე იყო საკმაოდ მასშტაბური პროექტი ამ მიმართულებით დაგეგმილი, ასევე ვიცით ისიც, რომ ბავშვთა ონკოლოგიის შემთხვევაში სამწუხაროდ ბავშვების გადაყვანა მეტწილად უწევთ საზღვარგარეთ. რა გაკეთა სერვისების გაუმჯობესებაზე, როდესაც არის საუბარი სერვისების გასაუმჯობესებლად პირველ რიგში და რა არის დაგეგმილი იმისთვის, რომ საზღვარგარეთ ხელმისაწვდომი და არსებული სერვისების დანერგვა მოხდეს საქართველოშიც? დიახ. პირველი რაც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში არიან ბრწყინვალე ექიმები, მათ შორის ამ მიმართულებით და უნდა ვთქვა, რომ მათი შრომაც აუცილებლად უპირველესად საჭიროებს დაფასებას. არიან შესანიშნავი ექიმები, ბრწყინვალე ექიმები, რომელთა მუშაობასაც ისურვებდა არაერთი ძალიან, მსოფლიოს სახელგანთქმული კლინიკებიდან არაერთი. მიუხედავად ამისა, უნდა ვთქვათ და პრობლემას თვალი უნდა გაუსწოროთ, რომ დღეს ქართულ ჯანდაცვის სისტემას არ აქვს ის რეპუტაცია, დაუმსახურებლად არ აქვს ესეც უნდა ვთქვა, ის რეპუტაცია, რომელიც მაგალითად არ ვიცი ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის შემთხვევაში მის მშობელს მისცემდა მშვიდად ყოფნის შესაძლებლობას. ეს სამწუხაროდ გამოწვევაა, რომელზედაც საუბრობთ ბუნებრივია იგივე კლინიკებთან ერთად, იმიტომ რომ ეს არის საერთო გამოწვევა და საერთო გამოწვევას ერთობლივი ძალისხმევით უნდა უპასუხოთ. ეს აუცილებელი თვითკრიტიკა კლინიკებზე აქვს საუბარი და ექიმებზე, რომელიც აუცილებლად გადასალახია. აი ამიტომაც, იმიტომ რომ იგივე მშობლებისთვის აბსოლუტურად არსებობდეს ის განცდა, რომელიც აუცილებელია, რომ მათთვის აუცილებელია, მათი სიმშვიდისთვის აუცილებელია, რომ კარგი კლინიკების მომსახურების შედეგად ხდება მათი შვილების მკურნალობა, აი ამისთვის ამოქმედებულია გამორჩეულად კარგი პროგრამაა ეს, პროგრამა, რომლის მეშვეობითაც უცხოეთში დაფინანსება ხდება ონკოლოგიური პაციენტი ბავშვებისა, ბავშვების მკურნალობის და დღემდე ეს საკმაოდ წარმატებულად ფუნქციონირებს ეს პროგრამა. რეალურად ძირითადი, ასე ვთქვათ, მიმართულება, რასაც ირჩევენ მშობლები, უპირველესად ეს არის თურქეთი, ეს მათ შორის ტერიტორიული სიახლოვის გამო, თუმცა ჩვენ გვაქვს შეთავაზებაში ისრაელის კლინიკაც, ჩვენ გვაქვს ესპანური კლინიკაც შეთავაზებული და რეალურად იქ, სადაც შეიძლება გარკვეული სპეციფიკის გათვალისწინებით, დაავადების დიაგნოზის სპეციფიკის გათვალისწინებით იყოს საჭიროება ამ კლინიკებს შორის არჩევანის გაკეთებისა. პროგრამა წარმატებულად ხორციელდება, ძირითადი რაოდენობა ონკოლოგიური პაციენტი ბავშვებისა მკურნალობენ სწორედ უცხოეთში დღეისთვის, თუმცა საქართველოშიც მკურნალობს რამდენიმე და არანაკლებად წარმატებულად, ესეც მინდა ვთქვა, ბავშვები მკურნალობენ, არის განკურნების შემთხვევაშიც, რაც რა თქმა უნდა იმედიანად ყოფნის საფუძველს გვაძლევს. რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებულ თემას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოშიც უგეგმავთ ასეთი რამის გაკეთებას, რასაკვირველია ეს არის მართებული, მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ერთგვარი, ასე ვთქვათ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემის ღირსების საქმეა მათ შორის, რომ რეალურად აქ არსებობდეს ისეთი გამართული სისტემა, რომლის მიმართ ნდობაც იქნება ურყევი, უდაო, ისეთივე როგორც შეიძლება წამყვან კლინიკებს ჰქონდეს. ეს არ არის ის სექტორი, სადაც შეგიძლია ან ხარისხის დაზოგვის უფლება მისცეს საკუთარ თავს და ასე შემდეგ. ეს არის ის სექტორი, სადაც რა თქმა უნდა ყველაზე საუკეთესო და ყველაფერი საუკეთესო უნდა ჰქონდეთ ჩვენ შვილებს. უზრუნველყოფილი ღმერთმა აშოროს ეს დიაგნოზი ყველას, ასეთი რამ საუბედუროდ ხდება სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი სურვილისა, მაგრამ ვისაც ეს განსაცდელი ექნება, ყველასთვის იქნება
იქნება შესათავაზებლად მზად საქართველოშივე ხელმისაწვდომი აბსოლუტურად უმაღლესი სტანდარტის სერვისები. ამაზეც კონკრეტულ კონცეფციაზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა სამინისტროში და ვფიქრობთ, რომ ეს არ არის მარტივი გეგმა, ეს არის საკმაოდ რთული რამ. მოითხოვს მათ შორის სერიოზული პროგნოზების გაკეთებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ფინანსური მხარიდან დაწყებული კონკრეტული კლინიკური მიმართულებების თვალსაზრისით გამართვას მოითხოვს და ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილებების მიღება. აი ამ თვალსაზრისით ვფიქრობთ, რომ აქაც უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე კონკრეტულად აი გეგმის განხორციელების დაწყებაც შეგვეძლება. ამას დაჭირდება აუცილებლად მხარდაჭერა ასევე პროფესიონალებით, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს. პროფესიონალებით მხარდაჭერაზე რომ საუბრობ, აუცილებელია რა თქმა უნდა, რომ ჩვენ მუდმივად გქონდეს კომუნიკაცია იმ კერებთან, რომელიც მიიჩნევა თანამედროვე მედიცინის, ასე ვთქვათ, ცენტრებად, მეკად არის ასეთი რამდენიმე ცენტრი და იქა პროფესიული თანამშრომლობა, სამეცნიერო თანამშრომლობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ამიტომ ვფიქრობთ, ჩვენი გეგმა გულისხმობს ასევე ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადებას, ეს არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის საქმე. და ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს გააჩენს ქუთაისში მიმდინარე პროექტი, რომელიც გულისხმობს აი ადრონული თერაპიის ცენტრის შექმნას. ესეც არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომელიც უნდა ვთქვა აუცილებლად ამას ყოველთვის ვიტყვი, რომ ეს არის ისეთი პროექტი, რომელიც გამორჩეულ და წარმატებულ ქვეყნად აქცევს საქართველოს, მათ შორის აი ამ კონკრეტული მიმართულებით თუნდაც. და ეს პროექტის განხორციელება არის დღეს უკვე რეალობა სულ რამდენიმე არც თუ ისე ბევრი დრო დარჩა, როდესაც ეს კონკრეტულად განხორციელებული პროექტი იქნება და ფუნქციონირებას დაიწყებს და ესეც შესაძლებელი ხდება აი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქველმოქმედების შედეგად. ეს არის საშვილიშვილი, აი ძალიან დიდი საქმე, რომელიც შედეგი ამ საქმის შედეგი ექნება ქვეყანას იმ ფონზე, როდესაც ძალიან ბევრი ჩვენზე მეტად დიდი ფინანსური შესაძლებლობების მქონე ქვეყნებისთვის დიდი ფუფუნებაა და რეალურად მათ ეს შესაძლებლობა არ აქვთ. აი ასეთ რამეს ღებულობს საქართველო აი ამ ცენტრის შექმნით და განხორციელებით ეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე. მოკლედ რეალურად გვაქვს იმედიანად ყოფნის შესაძლებლობა, მაგრამ აი ამ პროექტების განხორციელებამდეც უნდა ვთქვათ, რომ სახელმწიფო პროგრამა ფუნქციონირებს იმდენად გამართულად, რომ ჩვენი ბავშვების სიცოცხლე, ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა რეალურად საიმედო ხელშია და ეს სწორად იმართება. ეს არის ალბათ ყველაზე კარგი რამ, რაც შეიძლება აქ ითქვას. ბატონ მიხეილ, კიდევ ერთი გამოწვევა, ერთ-ერთი მთავარი, თუ შეიძლება ასე ითქვას, რჩება მედიკამენტების ფასები, დადგინდა რეფერენტული ფასები, გაიხსნა იგივე თურქეთის ბაზარი, ყველას ძალიან კარგად ახსოვს თურქული ბაზარი მედიკამენტებისთვის, თუმცა აი ამის მიუხედავად ფარმაცევტულმა კომპანიებმა მაინც შეძლეს იმ მედიკამენტებზე ფასების ზრდა, რომელიც აი ამ რეგულაციებში არ ექცევა და არ ექცეოდა. ამ მიმართულებით თუ უნდა ელოდოს მომხმარებელი გარკვეულ ცვლილებებს? თქვენ სწორად შენიშნეთ, რომ ეს არის ერთ-ერთი ის თემა, რომელიც ყველაზე მეტად შეიძლება აწუხებდეს ჩვენ საზოგადოებას. ბოლოდროინდელი რეფორმები, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები იყო და სწორად იქნა პროცესები წარმართული იმ თვალსაზრისით, რომ უპირველესად მნიშვნელოვანი მედიკამენტები, რომელიც ყველაზე მეტად აუცილებელია ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ეს შეიძლება იყოს პენსიონერი, ეს შეიძლება იყოს გარკვეული კატეგორიის პირთა ჯგუფები და ასე შემდეგ, მათთვის საჭირო მედიკამენტებზე უპირველესად განისაზღვრა რეფერენტული ფასების ეს პოლიტიკა გავრცელდა ამ მედიკამენტებზე და ეს ნიშნავს რას, რომ თვითნებურად ფარმაცევტულ კომპანიას რეალურად ფასების შეცვლის შესაძლებლობა არ გააჩნია. ფარმაცევტული კომპანია ის ადისტრიბუციო ქსელი თუნდაც ნებისმიერი მათგანი ვალდებულია, რომ კონკრეტული ფასით, რომელიც განსაზღვრულია სახელმწიფოს მიერ, იქონიოს მუდმივად იქონიოს მედიკამენტები, კონკრეტული დასახელების მედიკამენტები, რომელიც ყველაზე ხშირად გამოყენებადია მარაგში და შესაბამისად ამით უზრუნველყოფა ხორციელდებოდეს მაგალითად პენსიონერებისთვის. ამიტომ საკმაოდ დიდია ჩამონათვალი, რამდენიმე 1000 დასახელება მედიკამენტისა, რომელზეც ვრცელდება ეს ფასები.
თუმცა ეს არ არის ისეთი რამ, რომელიც არ მოითხოვს გადახედვას. ეს მუდმივად დაისაჭიროებს ამ მედიკამენტებზე ამ დრომდე მაგალითად უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ეს ფასი არ შეცვლილა, თუმცა ბუნებრივია რომ საერთაშორისო ბაზარი მისი კონიუნქტურა იძლევა განაპირობებს აუცილებლობას რომ ეს პერიოდულად გადაიხედოს. თუმცა ასევე უნდა ვთქვათ რომ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს დღეს არაერთ მოწყვლად ჯგუფს უზრუნველყოფს ამ მედიკამენტებით უფასოდ. ამ შემთხვევაში გვაქვს მოგეხსენებათ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მაგალითად პენსიონერებისთვის გარკვეული ჩამონათვალი მედიკამენტებისა არის უფასოდ ხელმისაწვდომი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პროგრამაა საზოგადოდ ჩვენი ქვეყნისთვის და რეალურად ამით სარგებლობის შესაძლებლობა მაგალითად ყველა პენსიონერს გააჩნია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. პროცესი იმგვარად უნდა წარიმართოს, რომ ეს აუცილებლად მოითხოვს შემდგომ მხარდაჭერას. მაგალითად შეიძლება დადგეს დღის წესრიგში ზოგიერთ ახალ მედიკამენტზე ახლებურად რეგულირების საჭიროება. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი იყოს გარკვეული ალტერნატიული ფორმების შემოტანა საიმისოდ, რომ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ზოგიერთი მედიკამენტი. აი რაც შეეხება ისეთ მედიკამენტზე, რომელიც რეგულირებას საერთოდ არ ექვემდებარება, ასეთ მედიკამენტებს უპირველესად ვერ დავარქმევ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი მედიკამენტები იმ თვალსაზრისით, რომ ეს ყოველდღიური საჭიროების დაფარვისთვის იყოს შეიძლება არ იყოს მასიური მოხმარებისთვის, თუმცა ცხადია, ვისაც ჭირდება, მისთვის არის უმნიშვნელოვანესი. გასაკვირველი, აქ პირველ რიგში არის, აი ვთქვათ, აი ამ მედიკამენტების, რომელზეც ვრცელდება რეგულირება, იმის ანალოგებთან მიმართებაში ბუნებრივია თანაბრად ვერ გავრცელებთ და მეორე არის, რომ გარკვეულ ასე ვთქვათ, გენერიკებზე შეიძლება არ ვრცელდებოდეს. ამ შემთხვევაში ალბათ დაგვჭირდება ძალიან ფრთხილი მიდგომების გამოყენება, რომ ერთის მხრივ მაქსიმალურად დავიცვათ ინტერესი, რომელიც აქვს პაციენტს და მისი ბრჭყალებში გავიტყვი მაინც ამ სიტყვას დაჩაგვის შესაძლებლობა არავითარ კომერციულ ინტერესს რომ არ მივცეთ, მაგრამ მეორეს მხრივ რა თქმა უნდა ყურადსაღებია ის ინტერესი, რომელიც აქვს ამ შემთხვევაში ბიზნეს სექტორს, ფარმაცევტულ სექტორს, იმიტომ რომ მისი განადგურება არ შეიძლება არც ერთ შემთხვევაში, ხო? ანუ მხედველობაში რომ მათი ინტერესი არ მივიღოთ, ეს არ შეიძლება არც ერთ შემთხვევაში, ამიტომ მათთან თანამშრომლობა, მათთან რეგულირება ამ ბაზრისა არის ალბათ ერთადერთი სწორი გამოსავალი. აი ამ რეგულირების პროცესში ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ რაც შეიძლება მოზომილი იყოს კომერციული ინტერესიც და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, მათაც არსებობის და სუნთქვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. სახელმწიფო აქ არაერთი ფორმით ახორციელებს ჩარევას იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს მაღალი ხელმისაწვდომობა, მაღალი ხარისხი ხელმისაწვდომობისა მედიკამენტებზე ჩვენი საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, რომ უფრო მეტად ვეხმარებით სოციალური შეჭიროების მქონე ადამიანებს. რა თქმა უნდა, რომ მაგალითად პენსიონერებთან მიმართებაში სხვაგვარია დამოკიდებულება და უფრო მეტია დახმარების შესაძლებლობა და სხვადასხვა რეალურად ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი სექტორი, სადაც სახელმწიფოს საკმაოდ მაღალი აქვს საკუთარი მოქალაქეების მიმართ ასე ვთქვათ დახმარების და მათი მხარდაჭერის პოლიტიკა ძალიან აქტიურია რეალურად სახელმწიფო ამ კიდევ ერთი პრობლემა ბატონო მიხეილ, როდესაც მედიკამენტებს ეხება საქმე, ყოველდღიური მოხმარების მედიკამენტებზე ხშირ შემთხვევაში, ძალიან ხშირად არა, მაგრამ არის ხშირად შემთხვევები, როდესაც იქნება გარკვეული პრობლემები ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. დეფიციტს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ხდება ასეთი რამ სამწუხაროდ, აი როდესაც ვთქვი, რომ ეს ბაზარიც არის აი ცოცხალი ორგანიზმით, აი მუდმივად არის გარკვეული გადახრები, გარკვეული პათოლოგიები, რომელიც ახლავს თან ამ ბაზარს და ამ სექტორს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ობიექტური მიზეზით გამოწვეული, ზოგიერთ შემთხვევაში სამწუხაროდ გარკვეული მანკიერებები, გარკვეული მერკანტილური ინტერესები შეიძლება ამას აზიანდებდეს. ეს ხდება ამასთან მიმართებაშიც ბუნებრივია, მერკანტილური ინტერესი, აი როგორც მანამდე ვამბობდი, სრულ გასახავს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მივცემთ და ამას ბუნებრივია დაჭირდება გარკვეული რეგულაციები, თუმცა ბაზარიც რელევანტურად რეაგირებს. გარკვეული დამცავი მექანიზმები იმისთვის, რომ დეფიციტები არ იქმნებოდეს, არსებობს. განსაკუთრებით აქ ოღონდ სხვადასხვა მიდგომებია საჭირო. ის მედიკამენტები, რომელსაც სახელმწიფო თვითონ ყიდულობს, ამ შემთხვევაში აქ მარაგების მართვის და კონტროლის შესაძლებლობები არსებობს. თუმცა არსებობს სამწუხაროდ შემთხვევები, როდესაც მომწოდებლებთან იქმნება პრობლემები და ყოფილი
გაჩვილა ასეთი შემთხვევები, როდესაც საკმაოდ დიდ გავლენიან და ძლიერ კომპანიებს მაგალითად ქონიათ პრობლემა გარკვეული შესრულებისა. გარკვეულ მიზეზთა გამო, მაგალითად მაღალი ხარისხის სტანდარტები არსებობს, თქვათ იგივე მედიკამენტების ბრუნვასთან დაკავშირებით და გარკვეული შეფერხებების გამო მომხდარა რომ დაგვიანებულა გარკვეული მოწოდება გარკვეული მედიკამენტებისა. ხდება ასეთი რამ, ვცდილობთ რომ ეს იყოს რაც შეიძლება ნაკლებად და პრაქტიკულად მიზერულია ასეთ შემთხვევაში იმ მედიკამენტებთან მიმართებაში, რომელსაც სახელმწიფო თვითონ ყიდულობს. მაგრამ აი კერძო სექტორის მიერ შეძენილი მედიკამენტების შემთხვევაში მათი მიერ სადისტრიბუციო ქსელებში განთავსებულ მედიკამენტებზე ცოტა განსხვავებული ვითარებაა. შედარებით ხშირად არის, იმიტომ რომ ზოგჯერ მაგალითად კომერციულად თუ უფრო საინტერესო იქნება სხვა დასახელების მედიკამენტის გაჩენა ბაზარზე, მისით ჩანაცვლება, ასე ვთქვათ, მანამდე არსებული ალტერნატივისა, ეს სამწუხაროდ იწვევს არათუ უბრალოდ დეფიციტს, არამედ რა შეიძლება რომ გაკეთდეს აი ამ მიმართულებით. იცით, ძნელი სათქმელი აქ ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სწორი თანამშრომლობა, აი დაწყებული პირველადი ჯანდაცვის რგოლიდან დამთავრებული ზოგადად კლინიკურ სექტორთან. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით განსაზღვრულია, რომ არ შეიძლება რომელიმე დასახელების ბრენდის პრომოუტი ამ შემთხვევაში, რომ ლობირება ხდებოდეს რომელიმე კონკრეტული დასახელების, აი გენერიკულ დასახელებებს ეძახიან, როდესაც პრაქტიკულად აი ეს ნაირსახეობა კონკრეტული მედიკამენტის თუ შეიძლება ასე ითქვას, რეცეპტში გამოწერას ის ექვემდებარება. ეს შემდეგი შეკითხვა სწორედ აი ამას უკავშირდება, საუბარი არის კიდევ ერთი პრობლემა, გარიგებები, თუ შეიძლება ასე ვთქვათ და ალბათ უნდა ვთქვათ, ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის, რა გაკეთდა პრევენციული თვალსაზრისით ამ მიმართულებით და რა ღონისძიებები გატარდა, ან აქვს დაგეგმილი ამ მიმართულებით სამინისტროს, რომ გაკონტროლდეს გარიგებები ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის, ერთი მხრივ პოლიფარმაცია, მედიკამენტების ჭარბი რაოდენობით, დანიშვნის პრევენციული მექანიზმი, რამდენადაც მახსოვს 2018 წელს ამოქმედდა, შედეგები როგორი არის, თუ იგეგმება დამატებით, თქვათ, რაიმე დამატებითი ღონისძიებების გატარება და მეორე გარიგებების აღმოფხვრა როგორ უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, ცხადია ეს ყველა ექიმს არ ეხება და საბედნიეროდ ყველას არ. ეს უნდა დავადასტურო, რომ საკმაოდ დიდია არმია ექიმებისა, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდება, რაც არ უნდა კომერციულად საინტერესო იყოს, არასწორი რჩევის მიცემას, რა თქმა უნდა. თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველო არ არის სამწუხაროდ გამონაკლისი და მთელი მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყნისთვის დამახასიათებელია ეს პრობლემა. ერთი ზედმეტი ჭარბი მედიკამენტების დანიშვნა, იმიტომ რომ გასაღების უფრო დიდი ბაზარი ქონდეს ამ შემთხვევაში ფარმაცევტულ კომპანიებს. და რაშიც ხშირ შემთხვევაში ექიმები ეხმარებიან. ეს ცუდი პრაქტიკაა, რა თქმა უნდა, ეს არ არის არც ეთიკური თვალსაზრისით, ანუ არც ერთ თვალსაზრისით გამართლებული არ არის გარდა ვიწრო კომერციული ინტერესის დაკმაყოფილებისა. ეს მათი ინტერესია, თუმცა ეთიკასთან ეს წინააღმდეგობაშია ერთმნიშვნელოვნად. საბედნიეროდ ეთიკის გარდა ეს ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან, იმიტომ რომ ვცდილობთ, რომ ის რაც ნორმალურია, ის რაც სამართლიანია, ის წესები და სტანდარტები მაქსიმალურად იყოს მხარდაჭერილი და დაცული ქვეყნის კანონმდებლობის მიერ. ამიტომ ეს ძალიან რთული სისტემაა. დაწყებული მაგალითად სამედიცინო გაიდლაინებით და პროტოკოლებით, დამთავრებული ცალკეული კონკრეტული რეგულაციებით, რომელიც კრძალავს მაგალითად ზედმეტი მედიკამენტის დანიშვნას, ან მაგალითად არასწორი რჩევების მიცემას. თუმცა მედიცინა ეს და აქ არ შეიძლება ვისაუბროთ არითმეტიკული სიზუსტით გარკვეულ მკურნალობის, ასე ვთქვათ, მეთოდოლოგიებზე, ყოველთვის რჩება გარკვეული დიაპაზონი თავისუფლებისას, რომელსაც ვიღაც იყენებს ძალიან კარგად, აკურატულად, მაღალ პროფესიონალურად, ვიღაც იყენებს სამწუხაროდ მერკანტილური მიზნებით. აი ამ შემთხვევებში ჩვენ ვცდილობთ, რომ ამას უკავშირდებოდეს დაწყებული პროფესიული პასუხისმგებლობით, დამთავრებული გარკვეული მექანიზმებით, რომელიც მაპროვოცირებელია ამ შემთხვევაში, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს ასეთი ქცევა. გარდა იმისა, რომ აი თუ ჩვენ შევადარებთ მაგალითად, დაახლოებით არ ვიცი, აი 20-15 წლის წინ არსებულ მდგომარეობას, აი ამ თვალსაზრისით ესე აგრესიული მარკეტინგის ფორმები რაც იყო, რაც არსებობდა, იმას დღევანდელთან რეალურად შეუდარებლად გაუმჯობესებულია ამ თვალსაზრისით მდგომარეობა და პრაქტიკა ფაქტია, რომ როგორც მთელს მსოფლიოში სამწუხაროდ, იმიტომ რომ ფარმაცევტული კომპანიები ხშირად, რა თქმა უნდა, მიმართავენ ამ ხერხს, როდესაც პრაქტიკულად ექიმისთვის
ინტერესის მიცემა, რომ რაც შეიძლება ხშირად ურჩიონ ის კონკრეტული მედიკამენტი, რომელთაც შეიძლება ფინანსური ინტერესი ჩნდებოდეს, ეს იოლი გზაა რეალურად ფულის საშუალებლად, მაგრამ ხშირად არც თუ ეთიკური. აი, აქედან გამომდინარე, მთელი სისტემა ამას რეალურად უნდა უპირისპირდებოდეს, ამას ამ დრომდე ვფიქრობ, რომ მაინც წარმატებულად ვართმევთ თავს, იმიტომ რომ დინამიკა უნდა ვთქვათ, რომ მაინც დადებითია მედიკამენტების გამოყენებისა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გამოწვევების საკმაოდ დიდია ამ მიმართულებით და რაც ყველაზე მთავარია, აქ შეუძლებელია მიაღწიო რაღაც წერტილს და თქვა, რომ აი აქ მე ეს პრობლემა გადავტეხე და დამთავრდა. ეს მუდმივად იქნება, რასაკვირველია ეს დილემები და მუდმივად დაჭირდება ამას ბრძოლა, მაქსიმალურად დიდი ბრძოლა საიმისოთ, რომ პაციენტის ინტერესების საზიანოდ არ ხდებოდეს ვიღაცის მხრიდან არც გარკვეული კომერციული ინტერესების დაკმაყოფილება. რთულია კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ მარტივი არ არის, მაგრამ ეს რეალურად მოხერხებადია. ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა აი ამ მანკიერ პრაქტიკას, მაგალითად გენერიკების დანერგვამ, ანუ გენერიკებით მედიკამენტების მითითების საჭიროება. ამ შემთხვევაში პაციენტს უნდა რჩუნდება შესაძლებლობა, რომ წავიდეს და თვითონ არჩევანი გააკეთოს მედიკამენტებს შორის. ხშირ შემთხვევაში არის, რა თქმა უნდა, რომ თვითონ ექიმს სთხოვს რჩევას, რომელი კონკრეტული მედიკამენტი არჩიოს, ეს ცოტა განსხვავებული მოვლენაა. ამ შემთხვევაში იგივე აფთიაქებში, იგივე ექიმთან ყველას, რა თქმა უნდა, მართებს, რომ იყოს აბსოლუტურად კორექტული, ზუსტი, რა თქმა უნდა, ასეთ რჩევებში. უმრავლეს შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასეც ხდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, პრობლემები არსებობს. ყველგან სადაც შესაძლებლობა გვაქვს, ამას მაქსიმალურად ვამცირებთ ასეთ შესაძლებლობებს და ვზღუდავთ. იმედი მაქვს, რომ წარმატებულები ვართ ამ მიმართულებით. მაგრამ მაინც ლატენტური დარღვევაა ეს. ეს არის ისეთი შეუსაბამობა, ისეთი მანკიერება, რომლის ზედაპირზე გამოტანის სურვილი არავის არ აქვს, რა თქმა უნდა, ამიტომ ეს ჩუმად მიმდინარეობს და იმედი ამაზე ზუსტი სტატისტიკა რასაკვირველია, რომ აქ ვერც გვექნება. გარკვეული დაშვებებით უნდა ვისაუბროთ, აი ამ დაშვებებით კი შემიძლია ვთქვა, რომ ბოლოდროინდელმა რეფორმებმა რეალურად გახადა შესაძლებელი გვესაუბრა დადებით დინამიკაზე ამ თვალსაზრისით. კიდევ ერთი საკითხი, ბატონო მიხეილ, ეს არის მონოპოლია, ამ შემთხვევაში ერთ კომპანიას, როდესაც აქვს მაგალითად კლინიკა, სადაზღვევო კომპანია და ფარმაცევტული კომპანია. ბუნებრივია, რომ როდესაც საუბარი არის პაციენტზე, ის უშვებს თავისსავე კომპანიებში. თუ ხედავთ ამ მიმართულებით, პირველ რიგში ეს მაინტერესებს, ხედავთ თუ არა პრობლემას და რა შეიძლება გაკეთდეს, თუ ხედავთ, რა თქმა უნდა, პრობლემას იმ შემთხვევაში. სამწუხაროდ ესეც უნდა ვთქვათ, რომ აი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბევრი რამ არასწორად განვითარდა ჯანდაცვის სისტემის მოწყობის თვალსაზრისით. ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, ეს სამწუხაროდ აღიარებული თეზა გახლავთ. აი ბევრი ექსპერტი გეტყვით, იგივე მოსაზრებას ამ საკითხთან დაკავშირებით და ძირითადი პრობლემა უკავშირდება სწორედ ინტერესების არასწორ დაბალანსებას. აი მონოპოლიაზე მეტად მე ვიტყოდი, რომ ეს არის არასწორად დარეგულირებული ინტერესთა კონფლიქტები. ტრადიციულად, რატო თქვი, ტრადიციულად ასე მოდის. ბიზნესი ესე დაფორმირდა და არავის ბევრი წლის განმავლობაში არავის ხელი არ შეუშლია რეალურად, რომ ბიზნესი ასე ყოფილიყო ფორმირებული. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ მძლავრ კომპანიებს, კლინიკურ სექტორს, ფარმაცევტულ კომპანიებს აქვთ რეალურად ერთმანეთთან თანამშრომლობა, ისეთი თანამშრომლობა და ისეთი ინტერესთა კონფლიქტები, რომელიც სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში არც თუ მაინდა-მაინც სასიამოვნოდ გამოიყურება. მიუხედავად ამისა, მკაცრი რეგულაციების არსებობა, რომელიც აწესრიგ იგივე სამედიცინო პროტოკოლების და გაიდლაინების და ასე შემდეგ, აი ამ სამედიცინო პროცედურების სწორად რეგულირება რეალურად აჩენს შესაძლებლობას, რომ ინტერესთა კონფლიქტს არ კონდეს შესაძლებლობა, რომ პაციენტზე უარყოფითი გავლენა იქონიოს, პაციენტის ინტერესი რომ დააზიანოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ალბათ სამომავლოდ განვითარების კარგი პერსპექტივა იქნება სწორედ ამ მიმართულებით, რომ იგივე სამედიცინო პროცესები, პროცედურები უშუალოდ ამ კურნალობის მიცემისა იყოს ისეთი, რომელიც დააზღვევს პაციენტის ინტერესის დაზიანებას. რასაკვირველია, რომ აქ გარკვეული პრეფერენციებისთვის შესაძლებლობა მაინც დარჩება. ექიმი, რომელსაც ინტერესი აქვს, რომ გააგზავნოს არა ერთ, არამედ მეორე
აფთიაქში ან სადაზღვევო კომპანიაზე შეგვიძლია თქვა და ასე შემდეგ, იქ ბუნებრივია რომ ეს დარჩება, მაგრამ იქ თავარია არ მიიღოს ისეთი მომსახურება, რომელიც იქნება ნაკლოვანი იმასთან შედარებით, ვიდრე თავისუფალი არჩევანის შემთხვევაში მიიღებდა. ამიტომ ამ სერვისების სტანდარტიზება, მინიმალური სტანდარტების მუდმივი ზრდა იქნება ალბათ ის მთავარი რამ, რაც რეალურად შეგვაძლებინებს, რომ ინტერესთა კონფლიქტს არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ ამან გავლენა, უარყოფითი გავლენა იქონიოს პაციენტის ინტერესზე. ბატონო მიხეილ, საკმაოდ დიდი დრო გავიდა იმისთვის, რომ დღეს შეგვიძლია უკვე თავისუფლად ვისაუბროთ იგივე DRG-ის შედეგებსა და რაც მთავარია ხარვეზებზე. რა გაჩვენათ საინტერესოა აი ამ პროგრამამ და რა გამოწვევები რჩება აი ამ პროგრამის სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის? DRG ალბათ როგორი სისტემაა, იცით რომ ამას ვფიქრობ, რომ ჩვენნაირი ქვეყნისთვის ამას ალტერნატივა უბრალოდ არ გააჩნია. იმიტომ რომ ამ სერვისების უნიფიცირების გარეშე შეუძლებელია საუბარი იმაზე, რომ სისტემა სამართლიანად შეიძლება იმართებოდეს. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ DRG-ის დანერგვა ეს ერთმნიშვნელოვნად სწორი გადაწყვეტაა საკითხის, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ეს იმხელა მასშტაბის, აი იმ მოცულობის რეფორმა გახლავთ, რომ ეს შეუძლებელია, რომ დანერგილიყო აბსოლუტურად უხარვეზოდ და არ ყოფილიყო საკითხი, რომელიც აი უახლოეს მომავალში თუნდაც გადახედვას დაისაჭიროებდა და ბუნებრივია, რომ ესეთი საკითხები არსებობს. გარკვეულ საკითხებზე ვიმუშავეთ ამ დრომდეც და მაგალითად იგივე რეანიმაციის მიმართულებით არსებული დაფინანსების მოდელები, გარკვეული ახალი მოდელები შევიმუშავეთ, რომელზეც შეთანხმებულები ვართ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და ჩვენ შევეცდებით, რომ ყველაზე მეტად მწვავე საკითხები რაც არის, ამასთან დაკავშირებით მივიღოთ რელევანტური გადაწყვეტილებები, როგორც ეს ამ დრომდეც გავაკეთეთ და იმ კონკრეტულ შემთხვევაში ეს პრობლემა პრაქტიკულად გადაიჭრა. იმავდროულად, კარგი ეფექტის მომტანი შეიძლება იყოს ის ინიციატივა, რომელიც გულისხმობს თანაგადახდის მცირე კომპონენტების შემოტანას, როგორც არის მაგალითად არ ვიცი პალატის საგანგებო მომსახურების შემთხვევაში, ექიმის არჩევის შემთხვევაში, სახარჯი მასალების არჩევის შემთხვევაში, მეთოდოლოგიის არჩევის შემთხვევაში ჩნდება ეს შესაძლებლობები, ნელ-ნელა პოპულარობასაც იხვეჭს და ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში ესეც ბევრ ნაკლოვანებას აღმოფხვრის. არის, რა თქმა უნდა, ცალკეული დაწყებული მაგალითად ტერმინოლოგიური გამართვის საჭიროებიდან, დამთავრებული ფასების გადახედვის საჭიროებით, ყველა ეს საკითხი დღის წესრიგში არის. აქ არის ისეთი მწვავე საკითხები, როგორიც არის მაგალითად არაერთგვაროვანი ინტერპრეტაცია. ეს წესების კრებულია, რა თქმა უნდა. ხო, აი კონკრეტული, ვთქვათ, კოდით ტარდება კონკრეტული დაავადება. აქ შეიძლება აღრევა ხდებოდეს და ორი სხვადასხვა დაავადებას მიესადაგებოდეს, ვთქვათ, ერთი კოდი ამ პირიქით, მაგალითად, ორი სხვადასხვა კოდი მიესადაგებოდეს ერთსა და იმავე პათოლოგიას და სხვადასხვა ფასები კონდეს. ამ საკითხებს დასჭირდება, რა თქმა უნდა, აი ამ მასშტაბების გათვალისწინებით ყოველდღიურ რეჟიმში თვალისდევნება, ამას ვაკეთებთ რეალურად, ამის ანალიტიკა ხორციელდება და ამ ანალიტიკის კვალდაკვალ ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს საკითხები გავასწოროთ. ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური კომუნიკაცია რეალურად კლინიკურ სექტორთან, აი ეს ყოველდღიური მუშაობის პროცესი ამისთვის გამოიყენება, რომ ჩვენ გარკვეული პრაქტიკა დავნერგოთ ისეთი, რომელიც თავიდან აგვარიდებს მაგალითად არასწორ ინტერპრეტაციას ცალკეული საკითხებისა. შედეგის მომტანი ეს ერთმნიშვნელოვნად იყო მთლიანად ეს შეგვიძლია გაბედულად ვთქვათ, იმიტომ რომ რეალურად ეს არის სახელმწიფოს დანახარჯების ოპტიმიზაციის ძალიან კარგი შესაძლებლობა, ოღონდ ოპტიმიზაცია არ ნიშნავს, რომ თვითმიზნად გამოაცხადო დაზოგვა. ხარჯების შემცირება არ არის ჩვენი თვითმიზანი, ჩვენი მიზანი გახლავთ ის, რომ ხარჯები გაიწეოდეს ოპტიმალურად, კონდეს შესაძლებლობა რეალურად, რომ კომერციული ინტერესით ჩადოს მათ შორის კერძო სექტორის დაწესებულებამ და იმავდროულად პაციენტი ღებულობდეს სწორედ იმ სერვისს, რომელიც ჩაფიქრებული აქვს სახელმწიფოს, რომ მიიღოს პაციენტმა. ამიტომ ყველაფერი ამის განხორციელების რეალური შესაძლებლობა არსებობს, ეს დღეს ხორციელდება, მთლიანობაში ხორციელდება და თუ დავაკვირდებით მაგალითად DRG-ის ამოქმედების შემდეგ პროცესები როგორ წარიმართა, აი დასაწყისში მაგალითად ნაკლოვანებების დიდი სიმრავლე იყო იმასთან შედარებით, ვიდრე არის დღეს. აი კლინიკებს, რომელსაც მოაქვთ ყოველ თვე თავიანთი შესრულება, იქ მაგალითად ხარვეზიანი დოკუმენტაციის, ხარვეზიანად წარმოდგენილი ანგარიშგების, ასე ვთქვათ, ნაკლოვანებები სულ უფრო დღითი დღე კლებულობს. ეს რა თქმა უნდა წარმატება ამ პროექტის განხორციელების პროცესში და ვფიქრობ, რომ მომავალი წარმატებაც წინ გვაქვს.
ძალიან კარგი. სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციების საკითხს რაც შეეხება ერთხელ უკვე გადავადდა კლინიკებისთვის ეს ვადა და დრო და სულ ცოტა ხნის წინ ამოიწურა. ერთის მხრივ რა პირობები და ვალდებულებით ჩამოეწარეთ თანხა კლინიკებს და მეორე რეგიონებში არსებული კლინიკები რომლებიც ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტში სერვისების ერთადერთი მიმწოდებლები არიან. მათთვის რა პირობები გაქვთ და ხომ არ შეექმნებათ მათ პაციენტებს პრობლემები? კი ბატონო. ეს ვადა მოგეხსენებათ აკრედიტაციას რაც შეეხება, ეს ვადა იწურებოდა გასული წლის 31 დეკემბერს. მიუხედავად ამისა, ჩვენი მხანად მივიღეთ გადაწყვეტილება, როდესაც შევხედეთ, რომ უმრავლესობას კერძო კლინიკებისა, ვისაც ეხებოდა ეს ვალდებულება, რეალურად მიღებული ქონდა აკრედიტაცია და რჩებოდა დაახლოებით 50-მდე დაწესებულება სულ ჯამში. რომელსაც იმ დროისთვის 31 დეკემბრისთვის არ ქონდა ჯერ მოპოვებული აკრედიტაცია, საკმაოდ დიდი ნაწილი რეალურად დაწყებული პროცესს გადიოდა აკრედიტაციისა და მათთვის რეალურად შეუქმნით შესაძლებლობა, რომ არ გაგვეჩინა პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე წყვეტა არ ყოფილიყო სამედიცინო სერვისის მიწოდების პროცესში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1 მაისამდე გაგვეხანგრძლივებინა აკრედიტაციის მოპოვების ვადა. წარმატებული აღმოჩნდა, იმიტომ რომ დაახლოებით 20 ორგანიზაციამ რეალურად მოახერხა ამ პერიოდში, რომ დასრულებულ სხვადასხვა იანვარშივე რამდენიმე ორგანიზაციამ მოიტანა აკრედიტაციის დამადასტურებელი საბუთი, რაც ძალიან ნიშნავს იმას, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. თუმცა იმ ხანადვე გავითვალისწინეთ შესაძლებლობა, რომ აკრედიტაციის მოპოვების ვალდებულებისგან შეიძლება განთავისუფლდეს ის სუბიექტი, რომლის მიერ ფუნქციის შესრულებას აქვს დიდი მნიშვნელობა მათ შორის რეგიონში სერვისზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. მე არ მინდა დავასახელო ხა ისე არ გავამივიდეს უხერხულად რომელიმე კლინიკასთან მიმართებაში, მაგრამ არის როგორც კერძო, ისე მუნიციპალური, ისე სახელმწიფო დაწესებულებები, რომელსაც აქვს ეს პრობლემა აკრედიტაციის მიღებისა, თუმცა საზოგადოებამ არ უნდა ჩათვალოს, რომ ეს კლინიკები, რომელსაც საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვება არ ხელეწიფება დღეს, იმიტომ რომ მაგალითად ფინანსური ხელმოკლეობის გამო ან მიზეზთა გამო ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მინიმალურ სტანდარტს, რაც ქვეყნის კანონმდებლობით არის დადგენილი, რომ იმას არ აკმაყოფილებენ. ყველა სტანდარტს ეს ორგანიზაციები აკმაყოფილებენ, უბრალოდ მათ არ აქვთ დამატებით, ასე ვთქვათ, აი ამ ხარისხის დამადასტურებელი ეს დამატებითი სერტიფიკატი. ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ აბსოლუტურად გონიორულია, რომ რომელიმე მაგალითად დედაქალაქისგან ან დიდი ქალაქისგან დაშორებული რომელიმე რეგიონისთვის, სადაც ერთადერთი კლინიკაა, რომელიც სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მისი საქმიანობის შეწყვეტა არ იქნებოდა გონიურული და აქედან გამომდინარე ჩვენ ეს საშეღავათო პერიოდი კიდეც გავახანგრძლივეთ და გავაჩინეთ შესაძლებლობა ერთის მხრივ მთლიანად საგამონაკლისო აფინგომის გავრცელების, მეორეს მხრივ ამ პროცესის გახანგრძლივებისა. თუმცა ეს გახანგრძლივებაც არ იქნება მექანიკური და ვფიქრობ, რომ პროცესის დაწყების დამადასტურებელი კონკრეტული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს აუცილებლად სამინისტროს და ასე მიიღება ეს გადაწყვეტილებები. ასეთია ძირითადი მონახაზი, ასე ვთქვათ, ამ აკრედიტაციებთან დაკავშირებით, მაინც უნდა ვთქვა, რომ ეს არის წარმატებული ერთმნიშვნელოვნად, იმიტომ რომ ცხადია, აკრედიტაციის საკითხი საერთაშორისო სტანდარტები არის ძალიან კარგი, დაკმაყოფილება უпростоრად არის ძალიან კარგი, თუმცა გამოწვევა, ერთ-ერთი გამოწვევა ეს არის პერსონალის კვალიფიკაცია და ცხადია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რადგან სამწუხაროდ არც თუ იშვიათად, თუმცა არც თუ ხშირად, ესეც უნდა აღინიშნოს, დგება არასწორი დიაგნოზების პრობლემა. აი ამ მიმართულებით და ამ საკითხთან დაკავშირებით რა ტიპის მიდგომა აქვს სახელმწიფოს? კი. ჩვენ გვაქვს აი შარშან მქონდა დიდი ღონისძიება გაიმართა ამასთან და ჩვენი სამინისტროს ინიციატივით, რომელზეც შევეცადეთ, რომ წამოგვეჭრა მაქსიმალურად დიდი სიმწვავით საკითხის სამედიცინო შეცდომების ანალიტიკასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის საქმე. ამ დრომდე არსებობს გარკვეული სტრატეგიები, გარკვეული სამოქმედო გეგმები, რომელსაც რა თქმა უნდა სჭირდება ინტენსიურობის გაზრდა. მე ვფიქრობ, რომ კვალიფიკაცია, რომელიც ჩვენს ექიმებს აქვს, უმრავლეს შემთხვევაში არის საკმარისად მაღალი. საბედნიეროდ კი ბატონო. საბედნიეროდ ეს ასეა. თუმცა არის გამონაკლისებიც სამწუხაროდ. მაგრამ აი გამოწვევას წარმოადგენს პროცესების სწორად მართვა.
აი ხშირ შემთხვევაში დასანანი მექანიკური შეცდომების გამო ხდება მაგალითად არასწორი დიაგნოზის დასმა. ისეთი მექანიზმი, რომელიც აი მაგალითად უდისციპლინობის გამო შეიძლება გარკვეული პრობლემა გაიპაროს. ეს არის პაციენტისთვის შეღავათი. გასაკვირველი არ არის და პირიქით უფრო მეტად დასანანია, იცით, ჩემთვის პირადად ეს უპატიებელი შეცდომაა, როდესაც მექანიკური შეცდომის გამო შეიძლება ადამიანისთვის ეს სავალალო აღმოჩნდეს. ეს ძალიან მძიმე რამ არის. აი, ამიტომ ალბათ აი პროცედურების უკეთ რეგულირება. მაქსიმალურად რომ უნდა აი გამოწვევების კვალდაკვალ უნდა ვიაროთ. ეს მუდმივად როგორ გითხრათ, განვითარებადი დარგია, მუდმივად ცვალებადი. ალბათ არც ერთ სექტორში, ისე როგორც მედიცინაში, ისე სწრაფად ამაზე ასე ამბობენ, არ ძველდება ცოდნა, ისე სწრაფად არ ძველდება ცოდნა, როგორც ეს მედიცინაშია. ძალიან სწრაფად ძველდება, მუდმივად განახლებაზე თვალი უნდა გეჭიროს და ეს მოითხოვს მუდმივად აი ამ პროცედურების გადახედვის საჭიროებას. მათ შორის ლაბორატორიული კვლევების მიმართულებიდან დაწყებული, დამთავრებული ახალი მედიკამენტების შესახებ ცოდნა და ბევრი სხვა რამ. ამიტომ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის მუდმივად განვითარებადი მიმართულება, რომელსაც ჭირდება რა თქმა უნდა მხარდაჭერა და მეორე მხრივ ფიქრობ, რომ ყველაზე მეტი გამოწვევა, რომელიც გვაქვს, ეს არის პირველი, ეს არის თვითონ პროცედურების დახვეწა და ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში. არ შემიძლია ასევე მადლიერებით არ მოიხსენიო ის მუშაობა, რომელსაც წევენ სამედიცინო ცალკეული გაერთიანებები, სამედიცინო ასოციაციები ამ მიმართულებით და ძალიან კარგი თანამშრომლობა ამ დრომდე და მეორე მწვავე პრობლემა, რომელიც გვაქვს, გარკვეულ სექტორებში შეინიშნება სამწუხაროდ პროფესიებში დეფიციტები. აი მანამდე ფსიქიატრიაზე ვახსენე, მაგრამ ეს არ არის სამწუხაროდ ერთადერთი დარგი. არის რამდენიმე მიმართულება, რომელშიც განსაკუთრებულად მწვავეა ეს დეფიციტები. მიმართულებები უკავშირდება, არ ვიცი, დაწყებული რეანიმატოლოგების დეფიციტი შეიძლება არსებობდეს, შეიძლება ექთნების მიმართულებით არსებობს საკმაოდ მწვავე დეფიციტი. სხვა შორის ექთნებთან მიმართებაში ერთ-ერთი მიზეზი იყო ანაზღაურების საკითხი. ანაზღაურება უკანასკნელ პერიოდში გაიზარდა ექთნებისა. ის არ არის რა თქმა უნდა ისეთი, რომელსაც მე პირადად ვისურვებდი, რომ იყოს და რასაკვირველია, რომ ვისურვებ, რომ იყოს კიდევ უფრო მეტი, თუმცა დინამიკა დადებითია. იქ ბევრი პრობლემაა, მათ შორის აი ექთნების მიმართულებით სპეციალიზაციები, გარკვეული სექტორების მიმართულებით, იმიტომ რომ რეანიმაციაში მომუშავე და მაგალითად პირველად ჯანდაცვის სკოლაში მომუშავე ექთანს სხვადასხვა ცოდნა მოეთხოვება და სხვადასხვა კვალიფიკაცია და ბევრი სხვა რამ არის ისეთი, რომელიც ახლებურად რეგულირებას მოითხოვს. ეს უკავშირდება განათლების სისტემის რეფორმასაც კი, მათ შორის აი რეზიდენტურის რეფორმირების საჭიროებებს და ბევრი სხვა საკითხია დღის ეს რიგში, რომელიც აი კომპლექსურად უნდა მიუდგეთ, შედეგზე ორიენტირებით, რა თქმა უნდა, რომ რაც შეიძლება პირველ რიგში დაუმიზნოთ იმ ამოცანებს, რომელიც გახლავთ აი ამ მწვავე დეფიციტების შევსება. დეფიციტებში გულისხმობ პროფესიებს, სადაც აი რაოდენობები, რომელიც არსებობს, განსაზღვრულია, მიიჩნევა, რომ აი თქვა 100,000 მოსახლეზე ამდენი და ამდენი უნდა იყოს, თქვა ტრავმატოლოგი პირობითად. იქ რო ჩნდება დეფიციტები, ეს უკვე რა თქმა უნდა აჩენს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემასაც, ხარისხთან დაკავშირებულსაც და ბევრი სხვა არის. გვაქვს პროფესიები, სადაც ჭარბია რაოდენობა. მაგრამ გვაქვს დეფიციტებიც. ამას რა თქმა უნდა ჭირდება ერთის მხრივ ახალგაზრდა თაობის სტიმულირება, რომ სწორედ ამ მიმართულებით გააკეთონ არჩევანი, როდესაც ირჩევენ სამედიცინო პროფესიას, სწორედ ამ მიმართულებაზე გააკეთონ არჩევანი. კი ბატონო მიხეილ, ვისაუბროთ სოციალურ საკითხებზე, მომატებული ეკონომიკური პარამეტრების პარალელურად სამწუხაროდ არის გაზრდილი სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა და მათ შორის ბავშვების რიცხვი. ეკონომიკური ზრდის პირობებში, რომ უთხრა ჩვენს მაყურებელს, რით არის ეს თანაფარდობა გამოწვეული და ცოტა რთული შეკითხვაა, მაგრამ როდის უნდა აისახოს ეკონომიკური პარამეტრების მატება საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურობაზე და ფინანსურ კეთილდღეობაზე? მე ვფიქრობ, რომ მაინც ის ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც გვაქვს ქვეყანაში, საბედნიეროდ ის ნაწილდება, რა თქმა უნდა, ქვეყნის მთლიანად ასე ვთქვათ, ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე. იმიტომ რომ ეს ფული ხმარდება რეალურად ეს ეკონომიკური მაჩვენებლებით განპირობებული რეალურად დოლათი ფინანსური შესაძლებლობები ხმარდება, არ ვიცი, სკოლების, ბაღების მშენებლობას, საავადმყოფოების კეთებას, გზების გაყვანას. ეს არის აუცილებელი პირობა ამ ხალხის კეთილდღეობისთვის. ეს ერთი. მეორე რაც მნიშვნელოვანია, რომ ეს ალბათ ის სფეროა, სადაც ალბათ ყველაზე მეტად გაიგებთ მითებს და მცდელობებს, რა თქმა უნდა, რომ გარკვეული მანიპულაციებით
ფაქტების მანიპულაციებით, რიცხვების მანიპულაციებით დამახინჯებული სურათი შეიქმნას რეალობისა. ყველა იმ ადამიანს, ვინც ხშირად მანიპულირებს ხოლმე სოციალურად დაუცველთა ბაზების სიმრავლით და ასე შემდეგ, ყველას გადასარევად მოეხსენება, რომ უკანასკნელ პერიოდში ეს მატება განპირობებული არა იმით, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი მძიმდება, არამც და არამც ეს სწორი არ არის, სინამდვილეში ეს ფაქტორი არის არსებული რეგულაციები, რომლის მიხედვითაც მაგალითად ცალკეულ შემთხვევებში ჩვენ არ გვაქვს მკაცრი მიდგომა ბევრ შემთხვევაში მაგალითად სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ავტომატურად მაგალითად მუშაობის დაწყებისთანავე სოციალური პროგრამის ფარგლებში მუშაობას რო იწყებს ადამიანი, მას ავტომატურად სოციალურად დაუცველი სტატუსი არ ეხსნება მიუხედავად იმისა, რომ მისი დღევანდელი კონდიცია, მდგომარეობა, ფინანსური მდგომარეობა არსებითად გაუმჯობესებული შეიძლება იყოს. აი ამ ფაქტორების გათვალისწინებით მე მინდა საზოგადოებას ვთხოვა უბრალოდ რომ ასეთ მანიპულაციურ ინტერპრეტაციებს გარკვეული გარემოებებისა ნუენდობიან და არ ჩათვალონ რომ გარკვეული სიმრავლე, გარკვეული პერიოდით პირებისა, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან რეგისტრირებული. შეიცვალა მიდგომები სახელმწიფოსი, ამით არის განპირობებული. რა თქმა უნდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ესე რადიკალიზაცია არ შეიძლება აქაც შეხედულებების ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სამუშაო მიმართულებით არ გვაქვს და სოციალური მიმართულებით ყველა ამოცანა დაძლეულია. ეს ღმერთმა დაგვიფაროს, ასევე ვფიქრობ. ჩვენ თვლით, რომ გამოწვევები არის, უბრალოდ ქვეყანაში გვაქვს დადებითი დინამიკა. ტემპიც ვფიქრობ იმის გათვალისწინებით, რომ მაჩვენებლები საკმაოდ შთამბეჭდავია და ამას ყველა ავტორიტეტული დაწესებულება, რომელიც შემფასებლად შეიძლება ვარგოდეს, ყველა აღნიშნავს ამას, რომ ცალსახად ქვეყანას აქვს არაჩვეულებრივად კარგი ტემპი ეკონომიკური განვითარებისა. ეს ეკონომიკური მაჩვენებლები რეალურად ხმარდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ამის მაჩვენებელი სხვათა შორის ამის საზომებიც არსებობს. მაგალითად, ეგრეთ წოდებული ჯინის ინდექსი, რომელშიც არც თუ ისე ცუდი მაჩვენებლები აქვს ქვეყანას. ეს ზომავს რეალურად ქვეყანაში საერთო სიკეთის თანაბრად გადანაწილების შესაძლებლობებს და ასე შემდეგ. მოკლედ, ამ ყველაფრის ფონზე უნდა ვთქვა, რომ ქვეყანაში დადებითი დინამიკა არსებობს სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად, ამბიციური გეგმები არსებობს და რეალურად მთელი საზოგადოება ხედავს, რომ ამ ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა და პერსპექტივა, რომ ის რაც რეალურად თქვით, მაგალითად მინიმუმამდე ჩამოყვანა, ევროპულ მაჩვენებელზე ქვემოთ ჩამოყვანა უმუშევრობისა, ეს რეალურად მიღწევადი და განხორციელებადია ის პროგრამა, რომელიც ამბიციურად გამოიყურება, მაგრამ აბსოლუტურად თუმცა გამოწვევები მაინც რჩება. რა თქმა უნდა, მაგრამ თავარი არის, რომ ეს გამოწვევები დღითი დღე კლებულობს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანს ულხინს დღეს საქართველოში, მაგრამ რეალურად პერსპექტივა ჩანს იმისა, რომ აღარავის უჭირდეს ამ ქვეყანაში. ბატონო მიხეილ, ცოტა დრო გრჩება, ბევრი საკითხი უნდა მოვესწროთ და აუცილებლად უნდა გითხოთ შრომით უფლებებთან დაკავშირებით, რა სიახლეები არის აი ამ მიმართულებით. ესეც მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სამინისტროს გრძელ დასახელებაში შრომით უფლებების შრომა ზოგადად არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რასაც გამოვყოფთ ბოლო დროს ორი რამ მინდა აუცილებლად თქვა, რომ აქაც არის დადებითი დინამიკა პრაქტიკულად ყველა პარამეტრით, რითაც ფასდება შრომის უსაფრთხოება ქვეყანაში და შრომის უფლებების დაცვა, რეალურად გვაქვს გაუმჯობესება. ეს უბედური შემთხვევების ანალიტიკით დაწყებული, არ ვიცი, ნებისმიერი სხვა პარამეტრითა და მიმართულებით რეალურად შესაძლებელი არის ვთქვათ, რომ ქვეყანაში წარმატებული აღმოჩნდა ის რეფორმები, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა და ამ თვალსაზრისით უნდა ვთქვათ, რომ სამაგალითოდ კარგი შედეგები მოიტანა შრომის ინსპექციის სამსახურის ფუნქციონირება. იმავდროულად უნდა ვთქვა, რომ აი ბოლოდროინდელი სიახლის შესახებ ჩვენ მივიღეთ და ეს ალბათ განსაკუთრებულად აღნიშვნას საჭიროებს ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე გვაქვს გარკვეული ვალდებულებები ქვეყანას აღებული და ამ ვალდებულებების ფარგლებში ჩვენ აგერ სულ ახლახანს რამდენიმე დღის წინ მთავრობამ დაამტკიცა ჩვენი სამინისტროს მიერ მომზადებული დადგენილება, რომელიც დადგენილებითაც წესრიგდება სამუშაო მოწყობილობების, აი აგრეგატებისა და აპარატების უსაფრთხოდ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული დეტალური მოწესრიგება იქ შეთავაზებული, რომელიც რა თქმა უნდა გააუმჯობესებს მდგომარეობას
შრომითი უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ვინაიდან უზრუნველყოფს მეტად უსაფრთხო გარემოს დასაქმებული პირებისთვის. მოკლედ ამ მიმართულებითაც რა თქმა უნდა მუშაობა გრძელდება, ინტენსიურად გრძელდება, ეს გულისხმობს როგორც საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარებასა და გაუმჯობესებას, იმავდროულად ყოველდღიურ მონიტორინგს, აქტიურ დაკვირვებას პროცესებზე, პრევენციული ზომების მიღებას და რეალურად უნდა ვთქვათ, რომ გარემო შრომითი უფლებების განხორციელებისთვის გარემო არსებითად შეცვლილია ბოლო წლების განმავლობაში უკეთესობისკენ. ეს პერსპექტივაც სამომავლოდ ჩანს, რომ ეს დინამიკა იქნება კვლავაც აღმავალი. შრომის უსაფრთხოება ცხადი არის, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბოლო პერიოდის ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა არის მაღაროელების თემა, სწორედ მათთან დაკავშირებით უნდა გითხოთ. ჩართულია სამინისტროს სამმხრივ მოლაპარაკებებში, რომ გითხრათ თუ არის წინსვლა ამ ეტაპზე ან რა ეტაპზე არის მოლაპარაკება და ამ დრომდე რატომ ვერ მოხდა და ვერ დარეგულირდა ეს საკითხი. რა იყო ხელისშემშლელი ფაქტორები? არ ვიცი, ალბათ გულწრფელად უნდა ვთქვათ და აქ ალბათ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს არ არის ის სფერო, სადაც არის საჩვენებელი შეხვედრების ფორმატები და ეს უნდა გამოიყენო და არც ის სფეროა, სადაც პოლიტიკური დივიდენდების ქულას უნდა ცდილობდნენ გარკვეული ადამიანები. არც ის სფეროა, სადაც ადამიანები ხელოვნურად პროცესების ესკალაციას უნდა ცდილობდნენ, იმიტომ რომ ამ ესკალაციამ რეალურად მიგვიყვანა იმ რეზულტატამდე, რომ ერთის მხრივ კომპანია, რომლის ინტერესსაც თუ მხედველობაში არ მიიღებ, უბრალოდ ერთ დღესაც დაიხურება და დამთავრდება ამით ეს ისტორია და დამსაქმებელი აღარ იარსებებს. და მეორეს მხრივ არსებობს სოციუმი, საზოგადოება დასაქმებულებისა, რომელთაც აქვთ აბსოლუტურად სამართლიანი ინტერესები და კონკრეტული ასე ვთქვათ, კეთილსინდისიერი განწყობა, რომ მათ უნდათ მუშაობა და მუშაობის შედეგად ღირსეული პირობები ანაზღაურება მათ შორის. აი ამ პირობებში, როდესაც ესკალაცია ხდება ამ პროცესების, იქ ძალიან ძნელია, რომ აი ამ ორმა მხარემ ერთმანეთს ელაპარაკოს და მონახოს რა მედიაცია რო შედგეს. და იყვნენ ადამიანები, რომელიც სამწუხაროდ აი ხელოვნურად, აი მთელი ძალით ცდილობდნენ, რომ ეს მედიაცია არ შემდგარიყო. აი ამიტომ ჩვენ ავირჩიეთ გზა, როდესაც შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად სწორ კალაპოტში ჩაგვეყვანა, კონსტრუქციულ კალაპოტში ჩაგვეყენებინა პროცესები და ვფიქრობ, რომ ამ დრომდე ამან გაამართლა. ამ დრომდე ამან გაამართლა და იმედიანად ვარ განწყობილი, რომ ეს საბოლოო ჯამში შედეგის მომტანი იქნება. ამ შემთხვევაში გულისხმობ იმას, რომ სამმხრივი კომისია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც შევეცადეთ, რომ გამოგვენახა ეს გზები, როგორ გამხდარიყო შესაძლებელი, რომ ოპტიმალური გადაწყვეტა მონახულიყო. ყველას ბუნებრივია უწევს ეს მედიაციის პროცესია, ყველას უწევს, რა თქმა უნდა, ორმხრივი კომპრომისების რეჟიმში გადასვლა და ბუნებრივია, რომ ამან გარკვეული შედეგი მოიტანა. ეხლა შედეგი რაში გამოიხატებოდა, რომ გაკეთდა გახსოვთ თქვენ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ კონკრეტული შეთავაზება გააკეთა კომპანიამ, რომლის შედეგადაც რეალურად მანამდე მიღებული გადაწყვეტილება მაღაროს დახურვასთან დაკავშირებით შეიცვალა, გადაიხედა და რეალურად მაღარო გაიხსნა და შეთავაზება მიეცა კონკრეტულ პირებს, რომელიც არიან მაცხოვრებლები ჭიათურის მათ შორის და დაწყებულია პროცესი ამ ხალხის კონკრეტული პირობებით დასაქმებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ თუ სწორად ვფლობ ინფორმაციას, დაახლოებით 2000 ადამიანია, რომელმაც მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას და ჩაერთო იმ პროცესში, სადაც რომლის შედეგადაც უნდა შეირჩნენ პირები, რომლებიც დასაქმდებიან მაღაროში, გააგრძელებენ მუშაობას და მათაც ბუნებრივია ექნებათ ღირსეული პირობები, რა თქმა უნდა, შრომის. აი ესე უნდა ფუნქციონირებდეს რეალურად ერთის მხრივ დამსაქმებლის ინტერესის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, მეორეს მხრივ დასაქმებულებისა. საბედნიეროდ ესეა სისტემა ესე მუშაობს, რომ ვერც ერთი მეორის გარეშე და ვერც მეორე პირველის გარეშე ვერ იარსებებს. უნდა იყოს დამსაქმებელიც და დასაქმებულიც. ამიტომ სწორად მათ შორის კონფლიქტის მართვა და სწორად სამართლიანად გადაწყვეტა ამ კონფლიქტისა არის, რა თქმა უნდა, უალტერნატივოდ სწორი გზა ამ საკითხის სამართლიანად გადაწყვეტისთვის. და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება საბოლოოდ ბატონო თავისთავად ხომ? ბატონო მიხეილ, დენილების საკითხი კიდევ ერთი თემა არის პრობლემური, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ვიცით რომ არაერთი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა მათ უზრუნველსაყოფად, ნაწილი შესახლდა, ნაწილი არის მოლოდინის რეჟიმში, მაგალითად თუნდაც იგივე ქუთაისში. როდის დაიწყება აი ამ კონკრეტულ ობიექტზე ბინების გადაცემა საინტერესოა და ასევე რა გეგმა გაქვთ სამომავლოდ იმისთვის, რომ ყველა ბენეფიციარი იყოს საცხოვრებელი დაკმაყოფილებული. კი. მოგეხსენებათ, რომ ეს გარკვეული თანმიმდევრობის დაცვა აქ არის აუცილებელი დევნილთა განსახლების პროცესში.
და პირველ რიგში რა თქმა უნდა მოქმედი კანონმდებლობით ეს ასე გახლავთ, რომ ის ხალხი, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, იმ ხალხისთვის არის გათვალისწინებული ეს შესაძლებლობა. მინდა ვთქვა, რომ არ ყოფილა უბრალოდ ასე ინტენსიურად რომ წარმართულიყო ეს განსახლების პროგრამა. აი ამ დრომდე არ ყოფილა, რაც ამას ხედავთ ბოლო წლების განმავლობაში. დაწყებული აი იმ პერიოდიდან, როდესაც ბატონი სოზარი ხელმძღვანელობდა შესაბამის სამინისტროს, იქიდან მოყოლებული ძალიან აქტიური ტემპია და სხვადასხვა პროგრამებით რეალურად ძალიან ბევრი ოჯახის დაკმაყოფილება მოხერხდა. ახლა მიმდინარე პროექტი, რაც ხორციელდება, ეს არის დაახლოებით 11 კორპუსი შენდება, 11 საცხოვრებელი კორპუსი თბილისში. მიმდინარე მშენებლობაა რუსთავში, ბორჯომში, ქუთაისში და ზუგდიდში. 6000 ოჯახი განსახლდება რეალურად ამ ბინებში, რომელიც უახლოეს მომავალში, ესე პერიოდულად, რა თქმა უნდა, ყველაზე ადრე დაკმაყოფილდება ქუთაისში. დასრულდება მშენებლობა და გადაეცემა კონკრეტულ პირებს, რომლებიც კონკრეტული პროცედურების შედეგად იქნებიან გამოვლენილი, როგორც უფლებამოსილნი, რომ შესახლდნენ ამ ბინებში. შემდეგ ალბათ მოუწევს ჯერი უკვე თბილისში რამდენიმე კორპუსის გახსნა იქნება შესაძლებლობა და დევნილებისთვის გადაცემა და ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, სულ ბოლოს ამ პროექტებს შორის დაიწყო მოგეხსენებათ ზუგდიდის პროექტი, თუმცა იქაც არაჩვეულებრივი ტემპი აქვს მშენებელს და ვფიქრობ, რომ იქაც ძალიან სწრაფად იქნება შესაძლებელი კონკრეტული ბინების გადაცემაზე გადაწყვეტილებების მიღება. რაც შეეხება სტრატეგიას სამომავლოდ, ამ მიმართულებით მოგეხსენებათ, რომ ბინების მშენებლობის გარდა ჩვენ გვაქვს სხვა ალტერნატიული პროგრამებიც, როგორიც არის ეგრეთ წოდებული სოფლად სახლის პროგრამა და სხვა. აი ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია, რომ ამას ჭირდება მუდმივად, რა თქმა უნდა, თვალყურის დევნება თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი, რომელ პროგრამებზე უფრო მეტად შეიძლება იყოს ინტერესი და ასე შემდეგ და ამის მიხედვით ალბათ ამ ეტაპის დასრულების პროგრამებზე უფრო მეტად არის ინტერესი. ჯერჯერობით ამ ეტაპზე ეს არის ბინების მშენებლობა და გადაცემა, თუმცა საკმაოდ პოპულარულია სოფლად სახლის პროგრამაც. ვფიქრობ, რომ აი ამ ეტაპის დასრულების ეტაპისკენ, როდესაც წავა პროცესი, აი ამ შემთხვევაში უკვე შეგვეძლება მომდევნო გეგმებზე კონკრეტულად საუბარი, რომელიც ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ცხადი არ გახლავთ, იმიტომ რომ აი უახლოესი პერიოდის განმავლობაში მოგახსენებათ, რომ მიმდინარე მშენებლობებია და ეს დასრულდება, პარალელურად, რა თქმა უნდა, დავიწყებთ უკვე სამომავლო გეგმებზე ფიქრს და იქ გამოიკვეთება უკვე კონკრეტული საჭიროებებიც. კი ბატონო მიხეილ, ბოლოს ვიდრე დაგემშვიდობებით, მართალია ჯანდაცვის პოლიტიკას არ ეხება, თუმცა პოლიტიკური საკითხია და ამასთან დაკავშირებითაც მინდა თქვენი პოზიცია მოვისმინო. საინტერესოა თქვენი შეფასება მეგობარი აქტის შესახებ. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვას ანონსებს ხელისუფლება, საკმაოდ დიდი ხანია და ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საკმაოდ პოზიტიური მოლოდინიც არსებობდა და არსებობს ამ დრომდე აი ამ მიმართულებით. თქვენ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი ამ შემთხვევაში საინტერესო არის როგორ ხედავთ პერსპექტივას მეგობარი აქტის პირობებში, ურთიერთობის გადატვირთვის პერსპექტივას პოზიტიურ კონტექსტში მეგობარი აქტის პირობებში, რაც საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებს ითვალისწინებს და რის გატარებაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო უილსონის ინიცირებული აქტის გარეშე შეუძლია, ესეც ცხადია, რომ არის აღსანიშნავი. ესე იგი, პირველი რაც უნდა ვთქვათ, რომ ამ აქტს ყველაფერი შეიძლება დაარქვა გარდა მეგობრულისა. მიუხედავად აბრევიატურების და ასე ვთქვათ არ ვიცი, რაღაც გარკვეული რეპუტაციის შეძენის მცდელობისა, რომ რაღაც პოზიტიური კონოტაცია შეიძინოს ამ ერთმნიშვნელოვნად არამეგობრულმა აქტმა, ეს არ არის, რა თქმა უნდა, მეგობრული და არც ორიენტირებული იმაზე, რომ რამენაერად დაეხმაროს ან საქართველოს ინტერესებს, ან ამერიკის ინტერესებს. მე ვერ ვხედავ ამაში უბრალოდ ვერც ამერიკის ინტერესის დაკმაყოფილების რეალურ პოტენციალს და ვერც საქართველოს შემთხვევაში. ერთადერთი ვისთვისაც ეს შეიძლება სასარგებლო იყოს რაიმე ფორმით, ან ქმნიდეს ასეთ შთაბეჭდილებას, უფრო სწორი ვიქნებით თუ ასე ვიტყვი, ეს არის ქართული ოპოზიცია. მეტი ამას ფუნქცია რეალურად ამ მეგობარ აქტს, ბრწყალებში მეგობარს არ გააჩნია. ახლა რაც შეეხება თვითონ საკითხის შეფასებას. საბედნიეროდ არც თუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც გარკვეული აჟიოტაჟის, აი ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟების შედეგად ყალიბდება ხოლმე არასწორი შეხედულებები გარკვეულ მოვლენებთან დაკავშირებით, გარკვეულ სტრუქტურებთან მიმართებაში და ასე შემდეგ, რასაც შეუძლია ძალიან სერიოზულად ხელი შეუშალოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას.
ამას ადრეც ვამბობდით და ეხლაც გავიმეორებ, რა თქმა უნდა, რომ სამწუხაროდ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი მონდომებულია, საკუთარ მოვალეობად მიაჩნია ეს, რომ რაც შეიძლება მეტად დააზიანოს საქართველოს ინტერესი, ქვეყნის ინტერესი, რაც შეიძლება მეტად დააზიანოს მაგალითად შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა, ეს იმისთვის, რომ ვიწრო პარტიული ინტერესი იქნას რომელიმე პარტიის. ამ შემთხვევაში ოპოზიციურ პარტიას გულისხმობდა კოლექტიურ ნაცნობად მოძრაობას, როგორც ამას სამართლიანად უწოდებენ, აი მათი ინტერესების დაკმაყოფილება არის მთავარი ამოცანა. რეალურად ვფიქრობ, რომ არც თუ ისე შორს არის ის დრო, როდესაც აბსოლუტურად ყოველგვარი ბურუსი გაიფანტება და ყველაფერი აბსოლუტურად ყველასთვის თვალსაჩინო გახდება. ეს რა თქმა უნდა სამართლიანად ითქვა, რომ მათ შორის ომის დამთავრებასთანაც არის უკრაინაში მიმდინარე ომის დამთავრებასთანაც არის კავშირში და სამშვიდობო პროცესების განვითარებაში, ვინაიდან ძალიან ბევრს მოუსპობს საჭიროებას, რომ იყოს დაპირისპირებაში საქართველოსთან. აი აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ რაიმე განგაშის და რაიმე შიშის მიზეზი რეალურად ობიექტურად არ უნდა კონდეს ჩვენ საზოგადოებას, რომ ამას შეუძლია რაიმე მძიმე შედეგები მოუტანოს ქვეყანას და მეც შეუერთდები იმ ადამიანთა რიგს, რომელიც უფრო დადებითი მოლოდინით არიან, რომ იგივე გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ ეს აქტი მაინც ვერ გახდება საკანონმდებლო აქტი, ძალამოსილი აქტი, რომელსაც რეალურად შეუძლია დააზიანოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ამიტომ მე ვთვლი, რომ ეს არის ერთმნიშვნელოვნად უსამართლო აქტი, ეს არის უსარგებლო აქტი, მას არ შეუძლია რაიმე სიკეთის მოტანა არც საქართველოსთვის და ამერიკისთვის და ერთადერთი ვისაც შეიძლება ხელს აძლევდეს, ეს არის საქართველოში ოპოზიცია. აი სამწუხაროდ ასეთ რეალობაში მე მგონი აქედან გამომდინარე ყველაფერი მაგიდაზეა იმისთვის, რომ რეალურად დასკვნები სწორად გავაკეთოთ, რომ ეს კეთდება მხოლოდ და მხოლოდ მაშველი რგოლის გადასაგდებად ჩვენი ქვეყნის ოპოზიციისთვის. სხვა მეტი ფუნქცია, სხვა მეტი საღი აზრი ამ ყველაფერში სამწუხაროდ არ დევს. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ასეთი იყო დღევანდელი აქტუალური თემა. მე მაკაცინცაძე ვარ, ჩვენი სტუმარი გახლდათ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯვალაძე. გემშვიდობებით, პარასკევამდე თხრობთ.